დილა მშვიდობისა, სალომე მე მელოდება, მე სალომეს ველოდები, ამ დროს მაყურებელი კი ჩვენ გველოდება და გეტყვით, რომ 9:30-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უფრო კონკრეტულად დაიწყო გადაცემა დილის ტალღა 11:30-მდე ვიქნებით თქვენთან ერთად. ზუსტად, დიახ, სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმაინძე ვიქნებით. წინ ძალიან ბევრი საინტერესო თემა გვაქვს. 9 იანვარიც გავიდა, 16 იანვარია სწორად აღნიშნე. დღეს არის პარასკევი დღე, სამუშაო კვირის ბოლო სამუშაო დღე, ასე რომ მე წარმატებულ დღეს გისურვებთ, გარეთ ცივა, გავიგებთ დეტალურად ამინდის პროგნოზს, ძალიან ბევრი საინტერესო რუბრიკას წარმოგიდგენთ, ასე რომ გააქვთ მიზეზი იმისთვის, რომ დარჩეთ დილის ტალღასთან ერთად და თვალე გადავავლოთ ერთად გადაცემის ანონსს. 16 იანვრის დილის ტალღაში ნახავთ რუბრიკას დღის პროდუქტი, სადაც მიწის თხილზე ვისაუბრებთ მის სასარგებლო თვისებებზე, კვებით ღირებულებასა და სწორად გამოყენების გზებზე. გაგიზიარებთ აეროგრილში გამოცხარი ქათმის ფრთების რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი. სერიალი ეიფორია მაყურებელს ახალი სეზონით უბრუნდება. მომღერალ ხულიო იგლესიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. რუბრიკა ძველებური ამბები გერმანულის პედაგოგ მანანა ჩიტაიშვილს და მის ქალიშვილს მარიამ ჯვართავას ეწვია. გადაცემის მეორე ნაწილში დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 16 იანვრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. ვეფხისტყაოსანი ქართული ლიტერატურის უკვდავი საგანძური, რომელიც ნანა ჩხაიძემ ხელით, თითო ბგერა დიდი სიყვარულით გადაწერა და ბავშვობის მოგონება ნამდვილ საგანძურად აქცია. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. როგორ გაცოცხლდა კლასიკა თანამედროვე ტექნოლოგიებით, დილის ტალღის სტუმარია ციფრული მარკეტერი, რომელმაც შოთა რუსთაველის პოემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფილმად აქცია და მასში ჰოლივუდის ვარსკვლავები ათამაშა. მარნის სურნელი, ქართული სუფრა, ხალხური მუსიკა და გულწრფელი სადღეგრძელოები დილა, რომელმაც მაყურებელს ნამდვილი საახალწლო განწყობა აჩუქა. არ გამოტოვოთ ჩვენი რეპორტაჟი ქედიდან. პრესტიჟული ტიტული და წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე დილის ტალღის სტუმარი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი იქნება, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწრაფი ჭადრაკის ევროპის ჩემპიონი გახდა. მოკლედ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ დაიწყო დილის ტალღა 11:30-მდე ვიქნებით თქვენთან ერთად და ძალიან საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ასე რომ ჩაუჯექით დღევანდელ დღეს. გარეთ აქტუალური სასაუბრო თემა ყოველთვის ამინდია და თუ წვირს და თუ ცივა განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წუწუნი ამინდზე, გააქვთ საშუალება და ნამდვილად ცუდი ამინდია, ნამდვილად გება კიდე პლუს, იმიტომ რომ დილით უფრო ცივა ვიდრე მოგვიანებით 11:10. საინტერესოა, როგორ განვითარდება ტემპერატურული ფონი არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში და მოდით ყველამ ერთად გადავავლოთ ამ უმშვენიერეს გრაფიკას თვალი. დავიწყოთ ჩვენი ქალაქით. დღეს 16 იანვარს ჩვენს ქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. მზეს ვერ ვხედავთ, რუბელია, წვიმს და ვზივართ ყველანი ტელევიზორებთან ან მობილურებში. 3 გრადუსი იყო მხოლოდ დილით ბათუმში. ქობულეთში მაქსიმალური ტემპერატურა 5 გრადუსს მიაღწევს, ქედაში +3 იქნება, შუახევში 2 გრადუსი, სითბო, ხულოში -1 და გოდერძის უღელტეხილზე დღეს 5 გრადუსი ყინვა ნავარაუდები. ნალეკთან ერთად, რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ ცივი ამინდი და ღრუბლიანი ამინდია ოზურგეთშიც +3 გრადუსი, ურეკში +5, ლანჩხუთში +4, ჩოხატაურში +3, ბახმაროში კი ყინავს და -6 გრადუსი, ანუ კარგი თოვლია ახლა იქ. კი, ფოთშიც ნალექიანი ამინდია 5 გრადუსი სითბო იქნება, ასევე ანაკლიაშიც 5 გრადუსამდე გადბება ჰაერი, სოხუმში 4 გრადუსი სითბო ანავარაუდები და დღეს 16 იანვარს უგდიდში 3 გრადუსი სითბო იქნება. კოპიტნარსა და ქუთაისში +4 გრადუსი, საირმეში კი -1, ანუ საირმეშიც ლამაზად თოვს. და ბარდნის. მესტიაში 6 გრადუსი ყინვა, ასევე ყინვა ბორჯომში მხოლოდ -1, ბაკურიანში -5 გრადუსია დღეისთვის მოსალოდნელი, აბასთუმანში კი -4 გრადუსი. სხვა შერს იშვიათია, ასე ყველგან მინუს ტემპერატურა რომ იყოს ახალციხეში. გვეუბნება, გეყოთ ახლა, გეყოთ. კარგი ამინდები. ახალციხეში -4, გორში 0 გრადუსამდე დაიცემა ტემპერატურა, ცხინვალში -1, თელავში კი +3 და მზეს ვხედავ. კი. თელავსა და თბილისში დღეს უნალექო ამინდია და მზიანი ამინდი, 4 გრადუსი სითბოა დღეს. თბილისში ნავარაუდები და გამონაკლისია დღეს თელავი და დედაქალაქი.
დედაქალაქში დაინახავთ დღეს მზეს, იქნება უნალექო ამინდი, თუმცა უფრო დეტალურად მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ჩვენი სინოპტიკოსი ყობა ფარტენაძე ისაუბრებს, ის რამდენიმე წუთის შემოგვიერთდება. დამთავრდა გრაფიკა აქ. აქ ვარ დავბრუნდით ნამდვილად, მგონი გაიყინა ეკრანიც. აუცილებლად შეგახსენებთ. ძალიან მართლა ძალიან ჩაიცვით, კი, ცივა, დილიდან 3 გრადუსი იყო ჩვენს ქალაქში და მაქსიმალური ტემპერატურა ბათუმში 5 გრადუსს მიაღწევს. მე თქვენთან ერთად მოულოდნელად დაველოდები გადაცემის მეორე ნაწილს, რომ ყობასთან ზუსტად გავიგოთ და დავაკონკრეტოთ, როდის გამოვა ჩვენთვის სანატრელი მზე, ну, ვისაც მზე გვიყვარს ხათია. რათა სწორად აგეგმო უქმეები, რადგან წინ შაბათი და კვირა. კი ბატონო. წინ საინტერესო რუბრიკა გვაქვს, დღის პროდუქტი, დღეს გახლავთ მიწისთხილი, საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება აქვს, ასე რომ ახლავე წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს. მიწისთხილი იგივე არაქისი, პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 15 სახეობა. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში და უკრაინაში. არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს კი საკონდიტრო ნაწარმში. ვეგეტატიურ ნაწილებს ცხოველების საკვებად. რაფინირებული ცივი წნეხით მიღებული არაქისის ზეთი ფარმაციაში ატმისა და ზეითუნის ზეთების შემცვლელიც გია. არაქისის თესლისგან ამზადებენ ემულსიას. არაქისი წყაროა მნიშვნელოვანი ელემენტებისა, ფოლიუმის მჟავასი, რომელიც სისხლმბად ორგანოებს უკეთ მუშაობაში ეხმარება. ამასთან სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ნაოჭების წარმოქმნასაც უშლის ხელს. ქალბატონებს განსაკუთრებით ეს მონაკვეთი დაგვაინტერესებს. არაქისი ყველაზე კალორიული თხილეულია და ამავე დროს ყველაზე მეტად უხდება გულს. მასში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, არაქისი აუცილებლად ახალგარჩეული მიირთვით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანთ იგი სარგებლობას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეში 67 გრამი არაქისის მიღებით ქოლესტერინის დონე 7%-ით იკლებს. კარდიოლოგების დასკვნით კი არაქისი ასუსტებს იმ ფერმენტის მოქმედებას, რომელიც ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესშია ჩართული. იგი 9%-ით ამცირებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს. არაქისის დადებით თვისებებს მის შემოდგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ფიტოსტეროლები და ბოჭკოები განაპირობებს. ხოლო გულის მუშაობის გაუმჯობესება მიღებული პროდუქტის რაოდენობაზეა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. არაქისი ასევე მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით. თუმცა ნედლ არაქისსაც აქვს, რა თქმა უნდა, ნაკლი. მასში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა საჭმლის მონელებაში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა დააქვეითოს. საკვების ათვისება კი შეაფერხოს. მოხალვისას B1 და E ვიტამინები, რა თქმა უნდა, იშლება, ასე რომ ამ დროს უფრო სარგებლის მომტანია. მიწისთხილი მრავალი კულინარიული რეცეპტის აუცილებელი კომპონენტია. ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწისთხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწისთხილი, რომელსაც დიდხანს ინახავდნენ თბილან ნესტიან გარემოში, შესაძლოა მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს. ობისოკოს აღმოჩენა საკმაოდ რთულია, შეუიარაღებელი თვალით. მიწისთხილზე შეიძლება წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამის გამო დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს გემრიელი პროდუქტი სანდო სუპერმარკეტებში შევიძინოთ. არაქისი სასარგებლოა, მაგრამ ზომიერება მაინც უნდა დავიცვათ. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, თმას კი ბზინვარებას ანიჭებს. E ვიტამინი ასტიმულირებს კუნთების აქტიურობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. არაქისი მდიდარია პროტეინებით, რაც მას შეუცვლელ საშუალებად აქცევს კუნთოვანი მასის მომატების მსურველთათვის. პროტეინთან ერთად მიწისთხილი შეიცავს ანტიოქსიდანტ პოლიფენოლებსაც. აღსანიშნავია ასევე, რომ მოხალვა ზრდის ამ ჟავას შემცველობასაც, რაც ანტიოქსიდანტური თვისებების 22%-ით მატებას შეესაბამება. არაქისში ასევე ნიკოტინის მჟავაც არის, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას. ნერვული სისტემის კარგ მუშაობას, რაც პროფილაქტიკის დამატებითი გზაა ალცჰეიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტური დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
არაქისში არსებული E ვიტამინი ამცირებს კიბოსა და გულ სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ასე რომ მიირთვის ეს გემრიელი პროდუქტი და სხვა შორის მადასაც დაგიქვეითებთ. ასეთი გახდა დღევანდელი დღის პროდუქტი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია, თუმცა ყველაზე კალორიული თუ იყო თხილს შორის, არ ვიცოდი. ამიტომ ზომიერება აუცილებლად საჭიროა, როდესაც მივიხსნებთ მიწის თხილს და განსაკუთრებით საყურადღებოა მისი სახელი არაქისი, ეს საერთაშორისო სახელი და სხვათა შორის გუშინ, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდით, ვთქვი, რომ ზუსტად მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელწოდება არის საერთაშორისო, მაინც ქართულია. რატომ? იმიტომ რომ მიწის თხილი გასაგებია ქართულად ვეძახით, თუმცა არაქისი იგივე არის არახისი. ანუ ხეზე არ მოდის თხილეულს შორის, მიწის თხილი ხეზე არ მოდის და ის მიწაში მოდის და ჩვენი ორი თანამშრომელი იყო გაუგნებული, რომ არ არსებობს, რომ მიწის თხილი როგორო, ანუ მიწაში ხარობსო. მეთქი დიახ, მიწაში ხარობს, სიტყვაზე არ მენდეს, რა თქმა უნდა დაგუგლეს, კითხეს ChatGPT-ს და მართლაც, რომ მიწის თხილი იმითაა განსხვავებული და უნიკალური, რომ ის არახის არის, არაქისი არამედ მოდის პირდაპირ მიწაში. გინახავს ოდესმე? არ მინახავს, სხვა შორის საქართველოში არ ხარობს. კი, როგორ არ ხარობს, არაერთხელ მოუყვანია ბებიას და ბაბუას ჩემთან სოფელში შუახევში და ბაბუა ჩემი კიდევ იყო პერიოდები, როდესაც ყიდ და კიდევაც აი ამ მიწის თხილს, ასე რომ ბავშვობიდან ვიცი და დამინახავს როგორ მოდის და ხარობს ის მიწაში და ამით არის განსაკუთრებული და განსხვავებული. მადლობა სალომე, გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა და ქეთასთან შევიხედოთ სამზარეულოში. არ ვიცი, ნაკლებად მგონია რომ მიწის თხილი გამოიყენოს, თუმცა უხდება ბევრ კერძს. რა თქმა უნდა, ვნახოთ რას მოგვიმზადებს ამჯერად. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთი თხილაშვილი. დღეს გასწავლით უგემრიელეს რეცეპტს, როგორ მომზადოთ ძალიან კარგად ქათმის ფრთები სოუსში. ამ სოუსისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: სოიას სოუსი, ლიმონის წვენი, კარგად გამოწვეული, დიჟონური მდოგვი, პაპრიკა, თაფლი, შავი პილპილი, მარილი, ნიორი და ზეითუნის ზეთი. ეს არის სოუსების ინგრედიენტები და რა თქმა უნდა გვაქვს ქათმის ფრთები, რომელსაც ამ სოუსში ამოვავლენთ და შემდეგ მოვათავსებთ აეროგრილში. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ სოუსის მიმზადება. ნახეთ ახლა რას ვაკეთებთ. პირველ რიგში ავიღოთ სოიას სოუსი, გადავიტანოთ ჯამში, ბლომად, ავიღოთ გამოწვეული ლიმონის წვენი, პაპრიკა, ეს დავხავთ 2 ჩაის ხორცი. დიჟონური მდოგვი, ესეც 2 ჩაის ხორცი, ცოტა თაფლი, ჩავაჭყიდოთ ახლა აქ ნიორი. ნიორი განსაკუთრებით უხდება ქათმის ფრთებს, ალბათ გეცოდინება, თან ანუ ისე მიყვარს, რომ ცალკე სოუსადაც ვიყენებ ნიური სოუსს, რომ ქათმთან ერთად მივერთვა ისე არის კომბინაცია ეს ორი ერთად. ეს დავუმატოთ ცოტა ზეითუნის ზეთი ამ სოუსში და ახლა კარგად მოვურიოთ. შეამჩნევთ, რომ სოუსში არ დამემატებია მარილი, იმიტომ რომ სოიას სოუსი თავისთავად მარილიანია და თან ბლომა დავუმატეთ. სოუსი მზად არის, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით და გველოდება. მოვაჩოჩოთ ქათმის ფრთები. ავიღოთ მარილი და დავუმატოთ ფრთებს. ასევე შავი პილპილი. დავასხათ ახლა ჩვენი სოუსი და კარგად ავურიოთ. სასურველია თუ ამ მარინადში ქათმის ფრთებს 9 საათიდან 1 საათით მაინც გააჩერებთ, რომ უფრო კარგად გაუჩნდეს გემოები. უკვე გადასარევი სურნელი აქვს, ამიტომ შეგვიძლია გადავანაცვლოთ აეროგრილში. სანამ ჩავაწყობ, კიდე კარგად ამოვავლებ სოუსში. ზუსტად ჩაეტია
სოუსიც მოგრჩა, ამიტომ თუ კიდე დაგრჩათ ქათმის ფრთები შეგიძლიათ ეგეც გამოიყენოთ. როცა ცხობის დროს შეამჩნევთ, რომ ქათმის ნაჭრების ზედაპირები იქნება კარგად მობრაწული, შეგიძლიათ, რომ გადააბრუნოთ მეორე მხარეს, რომ უფრო კარგად შეიწვას და ორივე მხარე კონდეს გემრიელად შებრაწული. ეხლა კი შეგვიძლია უკვე მოათავსოთ ეს აეროგრილში 180 გრადუსზე ქათმის ცხობის რეჟიმზე. გამოცხვა ქათმის ფრთები ძალიან ლამაზი გამოვიდა, ძალიან კარგად არის დაბრაწული. ასევე გადავატრიალე აეროგრილში, რა თქმა უნდა, ორივე მხარე აქვს კარგად შებრაწული. გავაგემოვნებ, მოდი ჯერ კეჩუპის გარეშე, ისევ ნახოთ როგორი გამოვიდა. არის ძალიან ხრაშუნა, არის უგემრიელესი, მოკლედ გადასარევი ვარიანტია. მე ძალიან მომეწონა, ბევრჯერ მომამზადებ ამას, როცა მეგობრები მოვლენ ჩემთან უცბად რაღაცა. ძალიან მარტივად მომამზადებ, ძალიან გემრიელად, ყველას მოეწონება, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ქათმის ფრთები არ უყვარს. მე კი მომდენო რუბრიკაზე დაგემშვიდობეთ, კეთილი სრულებით, ნახვამდის. სოიას სოუსით მომიმზადებია, თუმცა თაფლით არა და ღირს ვფიქრობ ფოცდათ, იმიტომ რომ სხვანაირ პიკანტურ გემოს მიანიჭებს ალბათ და უფრო მოტკბო გახდება. საინტერესო ვარიაცია იყო. გაგიკვირდა, როდესაც გაგეცი კითხვაზე პასუხი იცი თუ არა ბორეგის მომზადებაო და მე გიპასუხე რომ თუ რეცეპტი მაქვს, ყველაფერს ვამზადებ თქო და ანუ რეცეპტი ყველას აქვს, ასე რომ მომზადებაც რა თქმა უნდა ყველას შეუძლია. მადლობა ქეთას არაჩვეულებრივი რეცეპტისთვის, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბუნებრივია ჩვენს მაუწყებლობას. მე მოვიხედოთ ახლა ჰოლივუდში რა ხდება. ხდება ის, რომ ეიფორიას ახალი სეზონით ბრუნდება და ხულიო იგლესიას სამწუხაროდ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ ორ თემაზე მოგრუღებით ვებსიახლეებში. სამწლიანი ლოდინის შემდეგ ეიფორია მესამე სეზონით ბრუნდება. HBO-მ სულ ახლახან სერიალის ახალი სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ მესამე სეზონში მოქმედება მეორე სეზონის დასასრულიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება. ახალი ტრეილერიდან ვიგებთ, რომ რუს ნარკორეალიზატორებთან ისევ პრობლემები აქვს. ქესი ნეიცია დანიშნული და პორნოგრაფიულ ვიდეოებს იღებს. მედის ბიზნესი აქვს. ლექსი ჰოლივუდშია, ხოლო ჯულსი სამხატვრო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სხვა საქმეებს ითავსებს. სერიალის მთავარ შემადგენლობას მესამე სეზონშიც ვიხილავთ. მათ შორის არიან ზენდეიე, სინდი სუინი, ჯეიკობ ეილორდი, ალექსა დემი, ერიკ დეინი და სხვები. თუმცა ეიფორიას მესამე სეზონში ვერ ვიხილავთ კეტის როლის შემსრულებელ ბარბი ფერეირას და სტორმ რეიდს ჯიას როლის შემსრულებელს, რადგან მათ მესამე სეზონში მონაწილეობაზე სამწუხაროდ უარი თქვეს. თუმცა სერიალის მესამე სეზონში ახალ სახეებსაც დავინახავთ. მათ შორის არიან როზალია, შერონ სტოუნი, ნატაშა ლიონი და სხვა სასნობელი მსახიობები. გარდა ამისა, ეიფორიას მესამე სეზონისთვის მუსიკას ოსკარის მფლობელი კომპოზიტორი ჰანს ციმერი შექმნის და ეს ნაწილიც ძალიან საინტერესო იქნება. როგორც სერიალის შემქმნელი სემ ლევინსონი აღნიშნავს, ეს მათი საუკეთესო სეზონია. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ამ სეზონში მოქმედება სკოლაში არ განვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა სერიალში 30 წლის ადამიანებს სკოლის მოსწავლეების როლს ათამაშებენ. ჩვენ ამას არ ვაპირებთ, თქვა მან 5 წლიანი ნახტომი ბუნებრივად მეჩვენება, რადგან ამ დროში უნივერსიტეტის დამთავრებული უნდა გქონდეთ, იმ შემთხვევაში თუ საერთოდ წავიდნენ სასწავლებლადო, განაცხადა რეჟისორმა. ეიფორიას მესამე სეზონს HBO-ზე 2026 წლის 12 აპრილს ვიხილავთ. და ალბათ გულშემატკივრებიც განსაკუთრებით ელოდებიან დიდი ლოდინის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება მეორე ამბავს. არ ვიცი, ალბათ ყველა მისის ამ მომღერლის შესახებ, განსაკუთრებით, ვინც 90-იანებში ცხოვრობდით. ესპანელ მომღერალს ხულიო იგლესიას ორი ქალი, რომლებიც ადრე მასთან მუშაობდნენ, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მომღერალი ნორმალიზებას უკეთებდა ძალადობას იძულებით მუქარის შემცრელ და ძალადობრივ გარემოში. ვინც არ იცით, ხულიო იგლესიასი 82 წლის მომღერალი, ამჟამად ცნობილია 1960 წლიანი წლებიდან მთელი მსოფლიოში მილიონობით სინგლი
აქვს ჩაწერილი და გაყიდული, მას 2 ქალი დომინიკის რესპუბლიკაში და ბაჰამის კუნძულებზე თავის საკუთრებაში ყავდა დასაქმებული, მათი ჩვენების თანახმად სექსუალური ძალადობა 2021 წელს მოხდა. იგლესიასი და მისი ადვოკატი ბრალდებებს, რა თქმა უნდა, არ პასუხობენ. ერთ-ერთმა გამოკითხულმა ქალმა რევიკამ სახელი შეცვლილი, რა თქმა უნდა, რომელიც დამხმარე ქალად მუშაობდა, თქვა, რომ მომღერალი დღის ბოლოს რეგულარულად იძახებდა მას თავის ოთახში და თანხმობის გარეშე არასათანადოდ ეხებოდა. 22 წლის ქალი ყვება, როგორ აიძულა იგლესიასმა სექსუალური ურთიერთობა სხვა თანამშრომელ ქალთან ერთად, როგორ გაარტყა მომღერალმა სახეში და შეეხო სასქესო ორგანოებს. მეორე ქალმა ვენესუელი ფიზიოთერაპევტი გახლავთ, რომლის სახელით სტატიაში ლორატაა მოხსენებული. მან განაცხადა, რომ იგლესიასმა მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო მკერდზე და მას აკოცა. მან დაასწინა, რომ მომღერალი მუდმივად ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით, აკონტროლებდა რამდენ საკვებს მიირთმევდა და ეკითხებოდა, როდის დაიწყებოდა მენსტრუაცია. სამწუხაროდ ხულიო იგლესიას მე მგონი პრობლემები აქვს სერიოზული. გამოცემები აცხადებენ, რომ ბრალდებებს დოკუმენტური მტკიცებულებები ამყარებს, მათ შორის ფოტოები, სატელეფონო ჩანაწერები, ტექსტუალური შეტყობინებები და სამედიცინო დასკვნები. მათ ანგარიშებში მოყვანილია იგლესიასის სხვა ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც აღწერენ მისთვის მომუშავე პირებისთვის საშიშ უაღრესად სტრესულ ატმოსფეროს. იგლესიასის ძველმა მეგობარმა ხაიმე პენიფეიელმა ბრალდებებს აბსოლუტური ტყუილი უწოდა, ნუ ცხადია, მეგობარია და დაიცავს ამ ადამიანს. ბრალდებებს გამოუხმაურდნენ იგლესიასის ბიოგრაფი იგნასიო პიერო და ავტორის გამომცემლობა და მათ მომღერლის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. ცხადია, მათი თქმით ისინი გაახლებენ მომღერლის გასულ წელს გამოქვეყნებულ ბიოგრაფიას. ესეც ჩვენ ვხედავ ხულიო იგლესიას, რომელზეც გიждდებოდა ქალთა სამყარო 60-იან წლებში, 70-იან წლებში და სხვათა შორის ვინც არ იცით, ეს ადამიანი გახლავთ ცნობილი მომღერლის ენრიკე იგლესიასის მამა და ბუნებრივია, როდესაც ახალგაზრდობაში ამდენ ქალთან გაქვს ურთიერთობა, ალბათ როდესაც ხარ უკვე ასაკს ზღვარს მიღმა, გინდა რომ იგივე გაიმეორო, თუმცა ამ ყველაფერს უკვე ძალადობის ფორმა აქვს, ასე რომ ჯობია რომ ჭკუას მოუხმოს ბაბუა იგლესიასმა. ხო, სასაცილოა არ არის, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც კი დაიდება ახალი ინფორმაცია, ცხადია გავუზიარებთ ჩვენს მაყურებელს. ასეთი იყო ვებსიახლეები. ძალიან დიდი მადლობა მარია ვებსიახლეებისთვის, არაძალადობას ნამდვილად და დააბრუნებთ ყველა იმ ქცევას, რაც შენეხა. წარმოუდგინეთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენს ეთერში ძალიან საინტერესო რუბრიკის დრო დგება, რომელიც ტრადიციულად ყოველ პარასკევს გადის ჩვენს ეთერში და ეს გახლავთ ძველებური ამბები, მას ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს და ბევრი ადამიანი ელოდება. დღეს იქნება განსაკუთრებული პრინციპში. ოდნავ გამორჩეული ფორმატით. ნამდვილად გამორჩეული ფორმატით იქნება. ერთ ძალიან თბილ ოჯახზე გვიამბობს. უმშვენიერესი გოგონა მარიამ ჯვართავა და მისი დედიკო მანანა ჩიტაიშვილი უნდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც კონტენტ კრეატორები გახდნენ და ძალიან საინტერესოდ მართავენ თავიანთ ბლოგს თავიანთი ამბებით, რომელიც მათ გადახდათ ბავშვობიდან უფრო ვრცლად. მოდით ნახოთ რუბრიკა. გასათხოვარი გოგოსავით გამოიყურები. ჯერ 80-ის არ ვარ მართალი. აია, დიგა. ვიგეჯუნა. ფერებში როგორ თქვენ? გახსოვს? ვარ გახსოვს. 99 წელია დედა. ხა, გენატრებად პატარა მარიამი? ძალიან. დედა, აი მე შემიძლია თქვა, რომ 15 წელი ისე ვიყავით, რომ მე ბავშვი როგორც ასეთი არ მეკრძია. ეს მინდა ის. არაფერი, ბავშვს ვერ იგზნობდი. ძალიან მინდოდა დედობა და რაღაცა ხო არ გამოვა. არ დამიცდია. კარგი მეგობარი მყავს მე ერთი ექიმიკალი. ეკლესიიდან გამოვდივარ და მეუბნება, მანანა იციო, ნანა მითხრა რომ ისი ძალიან კარგი გოგო ყავს, შენ რომ დგას დაახლოებით კერატიბი ისეთი სასიამოვნო და არავინ არ აყავსო და ამის თქმა და მეორე დღეს რო წავედი, არც მიკითხავს, ბავშვიც არ მინახია. ბავშვი სახში იყო მახინჯაურში ზემოთ. 6 თვის და რომ ვნახე, ბავშვი და ვუთხარი, მოდი ჩემთან მეტი. დამადო თავი.
ძალიან უნდა შვილი, მეც ძალიან მჭირდებოდა თბილი ოჯახი. ყველაფერი მომცა აბსოლუტურად, რაც არის მშობლის მოვალეობა და რაც არ არის ისიც. რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო. თავის ყოველ ჯერზე ავრჩევ მანანას და შოთას. სხვა ადამიანმა მითხრა მე უხერხული კომუნიკაცია შედგა ჩვენს შორის მისი მხრიდან. ეს გაბრაზებულ გულზე მომწერა თვითონ რომ ნაშვილები ხარ. ეგ იყო 2017 წელი. ხო, არ იცოდა. ეგ იყო 2017 წელი, ანუ გაბრაზებულ გულზე რომ რაღაც შეურაცხყოფას მიეყენებ ადამიანს. 3 წელია უკვე, იცის 25 წლის იყო და მითხრა, დედიკო, ძალიან მაინტერესებს. მითხარე პირდაპირ. დე, სიმართლისთვის მზად ხარ შვილო? ჩემ მუცელში არის ჯეკი 9 თუ ესაა, მე ვთქვი, სხვა, არ გამიჩენი ხარ, თორე შვილი ჩემი ხარ. ეს დღე რო დადგებოდა, ხო ვიცოდი. კაცია და გუნება, სულს ურჩევნია რო არ უთხრას და მე ვფიქრობ ეს დანაშაული. აინტერესებდა, იცის მანც ხელი შეუწყვე, დაუდეთანხა, ტესტიც გაიკეთე, გაარკვიე შვილო, რომ შენ სიმართლეში იცხოვრო. ძალიან ამაყია, რომ ასეთი მშობლების ხელში მოხვდა. რაც ეს ორგანიზება. ის ყველაფერი გაიხსენა და რა მითხრა, იცი, დედა როგორ გამზარდე ასე, რომ ერთ ადამიანსაც არ უზნობებინა, რომ მე შენ არ გამაჩინეო. ის როგორ მოხდაო რა გონება გქონდა დედა, რომ სულ მეტყოდიო, შენ ჩემი ღვთისწყალობა ხარ. და ეს სულ მაგას მეუბნებოდი ბავშვობიდან ეგ მესმის, რომ ჩემი ღვთისწყალობა ხარო და ვერ ხვდებოდი რა რას ნიშნავს. რატომ მეუბნებოდი? წყალობა რას ნიშნავს? მაგრამ ნუ რაღაცა ისე ჟღერდა რომ ხო, ნუ კარგი ღვთისწყალობა და მე ყველაფერი რომ მომიყვა, ახლა ეს ძალიან ემოციური არის ჩემთვის რა, ნუ კი მიღებული მაქვს ეგ ყველაფერი და გადახარშული მაქვს ეგ ყველაფერი, მაგრამ ეს რომ მახსენდება თვითონ ის მომენტი როგორ მომიყვა დედამ და რა ემოციები მქონდა ზუსტად იგივე ემოციები მაქვს ახლა მეც რა და მე გავიაზრე მე რას ნიშნავდა ეგ ღვთისწყალობა. რა ვიცი, ყველა მისი ცოდვა ზიდოს, ღმერთმა მიუტოვოს ყველას, მე არ ერთხელაც არ მithქვამს, სულ ვამბობდი მიუტევე დამბადებელს. სანამ დედა და მამა ადამიანს ცოცხალი ყავს, მანამდე ჩათვალე რომ მართლა არაფერს არ უნდა გეშინოდეს. დედა შვილობას შორის მხოლოდ არის უანგარო სიყვარული და მიმღებლობა ყველა იმისა, რაც შვილს შეეშლება. გვერდში დგომა აუცილებელია. შორს იყოს ჯობია? ხო, იმიტომ რომ მინდა რომ შენ კარგად ჩანდე. ესეთ კომენტარი შემოვიდა ჩვენთან და მარიამ გთხოვდა ეკოს თხოვე მოგვიყვეს ბავშვობის შესახებ. ასეთი სიმშვიდე საინტერესოა საიდან აქვს. საერთოდ ყველაფერი არის ინდივიდუალური. ოჯახი იყო მშვიდი. სხვა ადამიანებისთვის გავხდით მეც და დედაც აი ნაბიჯის გადადგმის სტიმული. ჩემი ბიოლოგიური ოჯახი ზუსტად TikTok-ის დახმარებით ვიპოვე. ჩავწერე ვიდეო, რომ მეთქი ესა და ეს ვარ მე და ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს. ფანტასტიკური დამყავს, ძალიან კარგი გოგო არის, ჩემზე 1 წლით უფროსია და მასთანაც მაქვს ესე მიმოწერა, კონტაქტი რაღაცა, მაგრამ აი როგორც ოჯახი ვერ აღიქვამ. ანუ ეგ არის ჩემი აზრით სრულიად შეუძლებელი რაღაცა, ანუ სრულიად უცხო ადამიანები არიან. ოჯახი არის აი მართლა ვისთანაც გავიზარდე დედიკო, მამიკო, ბავშვობიდან აი ცნობიერება რაც მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვიც ჩემს თავით ოჯახს ეძებს. რაც შემეძლო რომ ინფორმაციები მეწოდებინა, ყველაფერს ვეუბნებოდი ამ ადამიანებს. აი ეს არის ჩემი ბავშვობა დედა. ხედავ ძალიან პატარა ხარ. მე ბავშვს ვაძინებ ვითო ეხა სცენა გვაქვს ასეთი. ყოველთვის მქონდა ნიჭი დეკლამატორობის. დითიაჩი დაიდგა მგელი და კრავი. დავით სვანიძე აღარაა ცოცხალი, ის იყო მგელი და მე კრავი. ვაიმე. ხო, რამდენი წლის ფოტოა? ეხლა გეტყვით დაახლოებით 73-ის. მოიყვანდნენ ბავშვებს დასვამდნენ, ზოგი იტირებდა. რატომ დირი ხარ შენ მეტყოდი ასეთ? აბა დამშვიდი. ყველას უყვარდა ჩემ დაყოფნა. ჩემი მშობლები. დედა 53 წელი იყვნენ ერთად. ეს არის ჩემი მოგზაურობა ჯვრის მონასტერში რო ვიყავი. მე 2 დღით ვიყავით სინას მთაზე. ეს არის დაუვიწყარი. აი, შემიძლია მთელი სიცოცხლე ამაზე კიდეც ვიღირო, კიდეც ვისაუბრო. მზის ამოსვლა სინას მთაზე. ვიეთ დოლოროსაზე რომ იყავდა ჯვარცმული, ხო? აქ ხელი რო ჩადა. უფალმა ადგილი. და ის შემონახულია. აბა? მამას უყურე? ნახეს? მამშენი აჯერ უკვე აქ ძალიან გაბრაზებული უყურება. რატო? რა მაგარი ფოტო. 1971 წლიდან
ვმუშაობ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანისტი ვარ. მე ცოტა ადრე მივედი 71 წელს უნივერსიტეტში და 3 წლის მერე ფიზკულტურის კათედრაზე ჩემი მეუღლეც მოვიდა. ქალაქიდან ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით. 30 წელია რაც ერთჯერ ფერს ვართ. სოტია იოსელიანი ამბობდა, იშვიათად გაუმართებს ისე ადამიანს, რომ მისი ნახევარი იპოვოსო. მამაკაცზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუ თვითონ მეფეთ თვლის თავს, ქალი ყოველთვის დედოფალი იქნება. უსიყვარულოდ არაფერი არ გამოვაშვილო. არ შეიძლება ადამიანს, იმიტომ ქვია იმას ადამიანი ნაკლიცაა დადებითიც და როცა ადამიანი შენ ხარ დადებითი, იმაშიც ეძებ დადებიც. ცუდს ნუ არ ეძებ. ცუდი ყოველთვის აფუჭებს ყველაფერს და შეცდომით შეიძლება შეგიშალოს და ძლიერი ადამიანისთვისება პატიება უნდა შეგეცვლოს. აი ერთი რომ გამიღივოს და კარგად შეუხდეს ადამიანი, მთელი დღე კარგათა ვარ. ყველა გამოსცემს ის რაც შეუძლია და უარყოფითი ძალიან მოქმედეს ადამიანზე. დედა არის ექსტრა ექსტროვერტი. ძალიან უყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, გიჟდება და ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ბავშვობა, მოკლედ სანამ შეეცვალა ესე ჩაჭიდებული ქონა ჩემზე ხელი, ესე და ყველგან დავდიოდით ერთად. ჯართოების ხასიათიცაა. ორთავე ჯიუტებია და მე და მამა ბერძები ვართ. ორთავე და გვიწევს დუგ და ის ქალბატონი ლომი ჩადგება ჩვენს შორის და ანეიტრალებს სიტუაციას. მე მინდა რომ სულ ესე ვიყო ჩახუტებული დედიკოსთან. მიყვარს რა ჩემი პატარა გოგო არის. მე ესე მიყვარს ჩახუტები. ლოყალოყალზე. ფოტოებიც ესე გვაქვს ხოლმე გადაღებული. არღვევში სისხლი ჩუჩუჩე ჯურში მაჯარი გუდება რა ის ჩვენი სიცოცხლე შიტივით გაგვიბრინდება ბრინდება შიტივით გაგვიბრინდება უსაყვარლესი ქალბატონი მანენა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და ძალიან ენერგიულია. ყველაფერში წარმატებები დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა მარიამსაც წარმატებები თავის ახალ წამოწყებაშიც. კი ბატონო და ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, შთაბეჭდილებები და რაც ყველაზე მთავარია, პირადი ცხოვრების დეტალები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სხვებისთვისაც იქნება სხვა დედაშვილებისთვისაც აუცილებლად სტიმული. ვაგრძელებთ ბუნებრივია გადაცემას, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ჩემი ნატვრაც ახდა, იმიტომ რომ არა გარეთ ვკითხავ კობას, გამოვა თუ არა მზე, არამედ ის მონიტორი სივრცესთან არის ახლა, ჩვენსთან არის სტუდიაში, მას პირდაპირ დავინახავთ კობა დილამშვიდობის მოგესალმებით. ალბათ გარეთ ძალიან აცივდა და მაგიტომაც შემოხვედი სტუდიაში და აბა ახლა გითხარი, როდის გამოვა მზე. გაგვახარ. კი, ნამდვილად აცივდა, პირველ რიგში მივესალმები ყველას. საქართველოში დღეს ისევ და ისევ ცივი ამინდია მოსალოდნელი, ახალი ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ისევ და ისევ ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც სახეზე გვაქვს დასავლეთის დაბლობზე, აღმოსავლეთის ბარში და ზოგადად სანაპირო კურორტებზე წვიმიანი ამინდი, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი დღეს უკვე, მაგრამ ხვალისთვის ეს წვიმაც უკვე უმეტესად შუა დღის საათებში ყველგან იქნება თოვლ-ჭყაპის სახით სანაპირო კურორტებზე, დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისევ და ისევ უფრო ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. მოკლედ ეს იანვარი საკმაოდ ესეთი უხნალიქიანი აღმოჩნდა. ცოტათი უფრო მეტად რო ეთოვა, აქამდეც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თვის ბოლომდე იმედია რომ ბათუმში თოვლის საფარი შეიქმნება და ჯერჯერობით გამოდარებას არ ველოდებით, წინ საკმაოდ ცივი შაბათ-კვირა გველოდება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით წვიმიანი ამინდია დღეს მოსალოდნელი დაბლობ რაიონებში და საღამოს უკვე სადაც წვიმს დასავლეთში თოვლში გადავა წვიმა. კონკრეტულად ახლა ვნახოთ ჩვენ და გადავხედოთ როგორი ტემპერატურული ფონია ჩვენს ქალაქებში. +5 გრადუსი იქნება ბათუმში და მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, +5 გრადუსია ასევე ქობულეთშიც და წვიმაა მოსალოდნელი.
ქედაში +3 გრადუსი შუა დღის შემდეგ გათავდება უფრო სწორად და აჭარის მთიან ზონაში თოვლია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში. ოზურგეთი 3, ურეკი 5, ლანჩხუთი 4, ჩოხეტაური 3 და ბახმარო -6 გრადუსია მოსალოდნელი და თოვლი, რა თქმა უნდა, ბახმაროში და შესაძლებელია ასევე ქარბუქი. ფოთი 5 ანაკლია 5 და სოხუმი +4 გრადუსი იქნება და სოხუმში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი +3 გრადუსია დღეს მოსალოდნელი ზუგდიდში და მოსალოდნელია ასევე თოვლ-ჭყაპი, რაც შეეხება კოპიტნარს დღეისთვის +4 გრადუსი იქნება და მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ასევე თოვლია სველი მოსალოდნელი ქუთაისში და +4 გრადუსი იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. საირმეში -1, მესტიაში -6, ბორჯომში მოსალოდნელია -1 გრადუსი, ბაკურიანში -5 და თოვლია მოსალოდნელი, როგორც ხედავთ, საკმაოდ ძლიერი ყინვაცაა. რაც შეეხება აბასთუმანს -4, ახალციხეში -4, გორში 0, ცხინვალში -1 გრადუსი და მოსალოდნელია თოვლიანი ამინდი. თოვლი იქნება დღეს უკაცრავად უმეტესად უნალექო ამინდი დედაქალაქში +4 გრადუსი, რაც თავარია თბილისში ის ძალიან ძლიერი ქარი, რომელიც გუშინ იყო ჩადგა და უფრო წყნარი ამინდი იქნება, თელოს რაც შეეხება +3 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდი. როგორც უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვიერთდა, ვიტყვი რომ შაბათ-კვირა საქართველოში იქნება საკმაოდ ცივი, დაბლობსა და ბარში უკვე ხვალისთვის თოვლისში გადავა ყველგან წვიმა, რომელიც დღის იქნება და სანაპირო კურორტებზე ხვალისთვის უკვე იქნება თოვლ-ჭყაპი და უფრო ცივი ამინდი. ჯერჯერობით საქართველოში სტაბილური და წყნარი ამინდი მოსალოდნელი არ არის, ასე რომ გაითვალისწინეთ მოსალოდნელი უკაცრავად ცივი და თოვლიანი ამინდი მე მგონი ნაადრევად შემცირდა. დროულად შემოვიყვანეთ სტუდიაში, დროულად. ცხელი ჩაი ახლა და კი ბატონო და ნამდვილად სასიამოვნოა და თქვენთან ერთად დაწყებული დილა და მე ვფიქრობ რომ ესე კალენდარულად ცივი და ნალექიანი ამინდი იანვრის შუა პერიოდისთვის არ არის ცუდი და გაზაფხულიც უფრო მალე მოვა. მადლობა კობა, ახლა როდესაც მოშორდები ჩვენს მონიტორის სივრცეს ჩაიგელოდება ცხელი და ლიმონიანი, ასე რომ მიირთვი და იყავი ჩვენთან ერთად, რაც ყველაზე მთავარია, სახეზე და ჯანმრთელად. ძალიან დიდი მადლობა. ამ შაბათ-კვირას ახლა კარგად ვერ დავგვეგმავთ, ასე გამოდის, თუმცა არა უშავს, ჩაუსხდეთ ტელევიზორებს, მობილურებს და ვნახოთ ჩვენთვის საყვარელი ფილმები და ესეთი განსაკუთრებულად კარგად ჩაუსხდებიან თავს. ხო, ასე რომ მადლობა კობას მშვიდობით, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბუნებრივია. თბილად შეჯდომა და თბილად რა მოკალათება აღნიშნე და რა თქმა უნდა კარგი მუსიკა ამ დროს არის საუკეთესო საშუალება თქვენი განწყობისთვის. ანიტა აბგარიანი შემოგვიერთდება ახლა საინტერესო ინტერპრეტაციით Joyful ასე ქვია ამ ნაწარმოებს, ასე რომ მოუთმელად ველოდები. Joyful Lord, we adore Thee, God of glory, Lord of love. Hearts unfold like flowers before Thee, hail Thee as the sun above. Melt clouds of sadness, drive the dark of doubt away. River o'er the my gladness, fill us with the light, fill us with the light, oh, fill us with the light of day. Joyful, joyful Lord, we adore Thee, God of glory, Lord of love. Hearts unfold like flowers before
დაუბრუნდით ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. დღეს 16 დეკემბერს რატომ ამბობ 16 იანვარია, პარასკევი და ახალი წელი ჯერ შეთან არ დაფიქსირდა. ჯერ არ დაფიქსირდა ახალი წელი, ხო, მოდის თებერვალში ხო? მაშინ იყოს დეკემბერი. ჯიჯისთვის რა ხდება დილიდან? ჯიჯი, შენ მარტში ხარ უკვე? არა, ჩემთან ჯერ იანვარია. ხო, რეალ დროში ვარ. კი ბატონო, საინტერესო თემაზე უნდა გავისაუბროთ. ეს რაგბია ჩვენი სპორტული რუბრიკის მთავარი თემა, ასე რომ თქვენც დაგაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ. ყურადღებით მომისმინეთ, მოკლედ დილის ტალღაში სპორტის დროა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და როგორც უკვე აღნიშნეთ, დავანესვენ დღევანდელი სრული რუბრიკა დაეთმობა სარაგბო თემატიკას, ხვალ ავჭალის სტადიონზე ქართული ფრენჩაიზა შავი ლომი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს იტალიურ ზებრესთან და ამ საკითხზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი ლექსო გუგავა. დილამშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხართ. საინტერესო დღეა ხვალ ქართული რაგბისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელობა აქ იმ თამაშს, რომელსაც ხვალ შავი ლომი ჩაატარებს, მაგრამ სანამ უშუალოდ ამ შეხვედრაზე გადავალთ, მანამ მქონია საშუალება შემეჯამებინა 2025 წელი, აი თქვენთან ერთად როგორი წელი იყო ქართული რაგბისტის 2025 წელი და რას გამოარჩევდით და შემდეგ უკვე მთავარ თემაზე გავაგზავნოთ საუბარი. დილამშვიდობის პირველ რიგში 25 წელი იყო საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ კარგი, იყო ცვლილებებით. გამოვარჩევდი იმას, რომ 25 წელს მოვიპოვეთ ამ წლევანდელი 20 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძლებლობა. წელს იქნება საქართველოში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება 20 წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რაც ძალიან დიდი ტურნირი არის და პირველად არის, რომ 16 გუნდიანი იქნება წელს მსოფლიო ჩემპიონატი და საკმაოდ დიდი სპორტული მოვლენა არის ეს საქართველოში და ზოგადად სარაგბო სამყაროშიც. რაც შეეხება დანარჩენებს, იყო ცვლილებები. 25 წელს იყო თამაშები, რომელსაც ბევრი რამე დაგვანახა. ასევე სხვა სახის სიახლეები, რომელიც კი ბატონო. 26 წელს და რაც მთავარია, მომავალ წელს 2027 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. კი, ეს მნიშვნელოვანი წელია, კი მომავალ წელი. კი ბატონო, ეხლა შავ-ლომზე გადავიდეთ. უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. მათემატიკაც გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა შემდეგ ეტაპზე გავიდეს და უფრო ვრცლად რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ხვალინდელი დღის მნიშვნელობა, შავ-ლომის თამაშზეც რომ ვისაუბროთ, როგორ ფორმაშია გუნდი და ზოგადად რა გვჭირდება იმისთვის, რომ ხვალ გადავლახოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. Challenge Cup არის ევროპის საკლუბო რიგით და დონით მეორე ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებენ ძალიან დიდი კლუბები ევროპის უძლიერესი ქვეყნების. ეს არის ჯგუფის ბოლო თამაში ზებრეს წინააღმდეგ. ჯგუფიდან გასulis გვჭირდება მოგება. მათემატიკა რაში გვჭირდება? რაგში ზოგადად მათემატიკა საჭიროა ხოლმე, იმიტომ რომ არის ბონუს ქულები, როგორც მოგებაზე, ასევე წაგებაზეც არის ბონუს ქულა, არის ლევოს გატანაზე ბონუს ქულა. ეს ბონუს ქულები არის იმისთვის, რომ თამაში გახადოს უფრო სანახაობრივი და გუნდებმა ითამაშონ მეტი ქულის მოპოვებაზე ზოგადად. ამიტომ ეს საინტერესო ხდის თამაშს. ამ შემთხვევაში ჩვენი წლევანდელი თამაშებით, ბოლო თამაში მოვიგეთ იცით მონტობანში, საკმაოდ ისე ტრადიციულ და ტოპ 14-ის ერთ-ერთ ძველ კლუბთან, ფრანგულთან. ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენ გვჭირდება ბონუს ქულით მოგება, რაც ნიშნავს, რომ 4 ლელოზე მეტი უნდა გავიტანოთ ზებრეს წინააღმდეგ და ზებრეს არ უნდა მივცეთ. ჩვენს წინააღმდეგ 4 ლელო ან 8 ქულაზე ნაკლები რომ წააგოს. აი თუ მაგალითად 4 ლელო დაგვიტეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? ვიცი რომ რაღაცა დიდი ქულათა სხვაობით უნდა მოვიგოთ თუ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. აი კონკურენტების თამაშს თუ აქვს ამ მომენტისთვის მნიშვნელობა? კონკურენტების თამაშსაც კი აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნუ იქ ისეთი თამაშია დარჩენილი. მე მგონი აი ყველაზე ისეთი პატარა თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ ერთი გუნდი, ანუ რომელს რა თამაში დარჩა ერთ მოგება მეორეს ვერ მოვიგოს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოგება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბონუსის მოგება. ზებრეზე შემიძლია ვთქვა, რომ ზებრე არის
დიდი ხნის გუნდი უკვე იტალიის ფრენჩაიზია, ესეც გაერთიანებულია მთელი რეგიონიდან რამდენიმე კლუბი ძებრეში, იმიტომ რომ იტალიას ყავს ორი ფრენჩაიზი, ეს არის Benetton და Zebre, რომლებიც თამაშობენ Challenge Cups და ასევე URC-ის დიდ ჩემპიონატს, რაც არის უელსი, ირლანდია, შოტლანდია და იტალიის და სამხრეთ აფრიკის კლუბების ერთიანი ჩემპიონატი. სადაც მომავალში ჩვენს გვინდა რომ ვიყოთ, გვინდა რომ აღმოჩნდეთ, თუმცა Zebre უკვე ამას თამაშობს დიდი ხანია და საკმაო გამოცდილებაც აქვს, საკმაო მოთამაშეების რაოდენობაც ყავს, გამოცდილი და ძალიან კარგი კლუბია. თვითონ გუნდში, შალომში რა განწყობაა ბიჭები როგორ ემზადებიან მზადების პროცესიც რომ გითხრათ. რა ეს პროფესიონალური გუნდი და ყველა თამაშის აბსოლუტურად ემზადება ძალიან ისე რა. ხან და მე გულისხმობ დანაკლისი ხო არ არის გუნდში რაღაცა დავირებული. და ვიცი რა ეს გულისხმობა ახლა მე პასუხეს. დანაკლისი არის რამდენიმე მცირე ტრავმა არის, მიკროტრავმები არის, თუმცა ჯერ არ ვიცით სამედიცინო შტაბის მე არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია, მე არ მაქვს ყოველდღიური შეხება სამწუხარო პროცესთან, სავარჯიშო პროცესთან, ამიტომ არ ვიცი სამედიცინო შტაბის დასკვნა როგორია რამდენიმე მოთამაშეზე. გასაგებია. აქვე საინტერესოა თქვენი აზრი, აი ახალი მთავარი მწვრთნელი, თან მე როგორც ვიცი, ჯერჯერობით არ არის საქართველოში, მას არ აქვს გუნდთან შეხება, რამდენად იმოქმედებს აი მწვრთნელის გათავისუფლება თამაშამდე და ვინ ხელმძღვანელობს ახლა ამ მომენტისთვის შავლობს და ვინ გაიყვანს ხვალ მოედანზე შავლობს როგორც მთავარი მწვრთნელი. რა არის იცით კი ჩვენი მთავარი მწვრთნელის ანაკრებო და შავი ლომისაც ნუ ორივეს ითავსებს სავარაუდო ზაფხულიდან ნუ იქაური კონტრაქტის დამთავრების მერე შემოუერთდება ჩვენს ნაკრებს და გუნდს თუმცა მანამდე მისი ასისტენტი არის ჩამოსული საკმაოდ კარგი გამოცდილი მწვრთნელი თუმცა აქამდე ლადო კილასონია და ილია მაისურაძე ამზადებდნენ გუნდს. ლადო კილასონიამ და ილია მაისურაძემ გაიყვანეს მონტობანთანაც და მოიგეს ის თამაშიც რა. უშუალოდ გუნდთან არიან ესენი, საკმაოდ ძალიან გამოცდილი მწვრთნელი, სხვაებიც აბსოლუტურად ვინც მუშაობდნენ გუნდებთან, ესენი გაიყვანენ გუნდს, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიციაში იქნება ბარტოლამე ეს ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. კი ბატონო, აქვე ისიც უნდა გკითხოთ, როგორც იცი, ლოკაცია შეიცვალა შეხვედრის მიხეილ მესხის სტადიონის ნაცვლად ავჭალაში გაიმართება, რატომ მოხდა ეს ცვლილება და ბილეთებთან დაკავშირებით რომ გითხრათ, თუ უკვე გაყიდული ბილეთები ან თუ უკვე მიმოქცევაში და რამდენად არის. ბილეთები რა თქმა უნდა არის მიმოქცევაში, იყიდება ბილეთები. ავჭალის სტადიონით შეიცვალა მიხეილ მესხის სტადიონი, იმიტომ რომ ამინდის პროგნოზი იყო საკმაოდ ისეთი ცუდი. წინა დღეებში მთელი კვირის, იმიტომ რომ თვითონ ამ ტურნირის ორგანიზატორებს IPCR-ს ამ ორგანიზაციას აქვს საკმაოდ ისეთი რთული გამოცდილება ამინთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს ტურნირი ზუსტად ამ დროს ხოლმე თამაშების იანვარში და დეკემბერში, იმიტომ რომ ეს თამაშები იმართება ბრიტანეთში, ასევე ევროპის სხვადასხვა კუთხეებში და ნუ ამინდი ხშირად ხელი შემშლელი ფაქტორია ამ შემთხვევაში. ნუ აქ ჩვენთან აჩვენებდა რომ თოვლი იქნებოდა, ასევე ყინვა, რაც ფაქტორია ხოლმე ყინვა თამაშის გადადების, იმიტომ რომ ეს თამაშები რადგან არის შაბათ კვირას, იმართება მთელი დღე. რაღაც გუნდ შეიძლება მოუწიოს თამაში ითამაშოს შუადღეს, პირველ საათზე ან 2 საათზე. ამიტომ ხშირად არის ხოლმე ცივ პერიოდში წელიწადის მოედანი არის გაყინული. ევროპაში ეს შესაძლებლობა და ეს დისკომფორტი მოხსნილია ხოლმე, იმიტომ რომ აფარებენ ამ სტადიონს, ბევრ სტადიონს ძალიან ახალ თანამედროვე მოედნებს აქვს გათბობა, საერთოდ ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ესეთი სტადიონი, გვაქვს საკმაოდ კარგი სტადიონი, თუმცა არ გვაქვს ესეთი, რომელსაც აქვს ეს ფუფუნება მოკეთ არ გვაქვს რა. გათბობა, ნუ ეგ ძალიან ის არის რა დასაგები ჩემთვის, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოში ეხლა თუ გავიხსენებთ ამ შავლობის თამაშებს, სანაკრებო და ესეთი დიდი თამაშები ზამთარ ჩვენთან არ ტარდება. გასაგები. და არც ჩემპიონატები არ ბილეთებთან დაკავშირებით რა ხდება, თუ უკვე რეალიზებული და თუ აქვს შანსი გულშემატკივარს, ვისაც ჯერ არ შეუძენია ბილეთი, რომ კი ბატონო, ბილეთები იყიდება და ვისაც არ შეუძენია, აქვს შანსი რა თქმა უნდა და მე მგონი უნდა მოვიდეს აუცილებლად. გულშემატკივრობას ნამდვილად აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ხვალიდან შეხვედრაში, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი მივა. მოდი გადაუბრუნდეთ ისე 20 წლამდე ერთ მსოფლიო ჩემპიონატს.
ჩვენ მე როგორც რიგითი რაგბის გულშემატკივარი ცოტა ნაწყენი ვარ ბათუმშიც მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ მარტო ქუთაისში და თბილისში იქნება, მაგრამ ნუ არა უშავს. გითხარით ამ ჩემპიონატში რა ქვეყნის გუნდები ჩამოდის, რამეაც დაწყებულია უკვე საორგანიზაციო პროცესები და მოკლედ დეტალები რომ გითხრათ. ბათუმში ჩვენც გვინდოდა ძალიან, თუმცა რამდენიმე ტექნიკური დეტალის გამო მოხდა ეს, რომ ბათუმშიც ვერ გადმოვიდა ჯერ ერთი სამ ქალაქში ვერ გაყოფდნენ, ასევე იქ სავარჯიშო მოედნების პრობლემა იყო ბათუმში, უბრალოდ მანძილზე და ამიტომ იყო მცირე დეტალებთან, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ბათუმშიც ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატი. მომავალში შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ეხლა ვთქვათ გუნდები, რა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის სამხრეთ ნახევარსფეროს 4-ვე უძლიერესი ნაკრები: ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა. ევროპის 6 ერს რასაც ვეძახით, მოდი ეხლა დროში გაიწელებულ არ ჩამოვთვლე ამ გუნდებს. ეს ტოპები შეგვიძლია ვთქვა რამოდენი. გულშემატკივარმა კი ბატონო ეს 10 გუნდი და კიდე 6 დანარჩენი ჩვენ, ესპანეთი, ამერიკა, ურუგვაი, ფიჯი, იაპონია, საკმაოდ ისეთი რა სოლიდური და დიდი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება წელს. რაც ძალიან კარგია. პირველად საქართველოს უმასპინძლებს 16 გუნდიანს, რამაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოება და ასევე ფორმატის ცვლილება, რაც იყო ჩვენგან შეთავაზებული ფორმატის ცვლილება, ვთქვათ, ჯგუფურ ეტაპზე იქნება ქუთაისში და თბილისში ყოველდღე 4-4 თამაში, თუმცა ჯგუფური ეტაპის მერე იქნება დღეში 2 თამაში, რაც შესაძლებლობას მისცემს გულშემატკივარს, ვთქვათ, უფრო კომფორტულად დაესწროს ყველა თამაშს მსოფლიო ჩემპიონატისას და არ მოუწევს, ვთქვათ, დღეში 4 თამაში სტადიონზე ყოფნა. კი ბატონო და ბოლოსკენ რომ გადავიდეთ, არ შეიძლება არ გკითხოთ ახალი მთავარი მწვრთნელი პიერ ანდრი ბრონკანი, საქართველოს თქვენ როგორც ვითხარით, საქართველოს ნაკრებს დაახლოებით ზაფხულიდან ალბათ უკვე შეუერთდება. მის შესახებ რომ მოგვიყვეთ, გულშემატკივარს ვისაც არ აქვს. ბრივის მწვრთნელი იყო, არის უბრალოდ ჯერჯერობით მოქმედი და მოვალ ჩანუ უკვე ზაფხულიდან საქართველოს ნაკრებს ჩაიბარეს. მოგვიყვეთ მის შესახებ, რამდენად გამოცდილება აქვს ნაკრების ხელმძღვანელობის და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეხა ბრივის მწვრთნელია ამჟამად, თუმცა აქვს გამოცდილება სხვადასხვა დიდი გუნდების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე და საკმაოდ ესეთი დიდი გუნდების, ასევე ასისტენტის პოზიციაზე აქვს ლეგენდარულ კლუბებში ნამუშევარი, როგორც არის ტულუზა და ვთქვათ ბასი და ასე შემდეგ, ბასი მთავარი მწვრთნელიც იყო, თუ არ ვცდები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ედი ჯონსის ასისტენტი იყო 2023-ში ავსტრალიაში. მე იმედი მაქვს იმ მწვრთნელების რომლებიც მით უმეტეს საქართველოს ნაკრების დონის გუნდებში, რომელსაც კიდე წინ აქვს გადასადგმელი ნაბიჯები, მე იმედი მაქვს ესეთი ამბიციური და ესე უხეშად მშიერი ადამიანები, მშიერი მწვრთნელების, მშიერი გულისხმობ შედეგის. მომავალში დიდ მიზნებს ისახავენ და ამისთვის არაკლებენ არანაირად არც მონდომებას, არც მუშაობას და რა თქმა უნდა განსწავლული არის ახლა სარაგბოდ ანდრი ბრონკანი, რომ მამამისის მწვრთნელი იყო, ძალიან დიდი მწვრთნელი იყო მამამისიც და ისეთ გარემოშია და თვითონაც ამდენი წელია მუშაობს მწვრთნელად. მე იმედი მაქვს, რომ მისი მუშაობა საქართველოს ნაკრებში შედეგიანი იქნება. როდის ნახავთ საქმეში უკვე შემოდგომის ტესტებში თუ ზაფხულის ტესტებში უკვე შეგვიძლია რომ მისი ნახავთ? უკვე ზაფხულში ვნახავთ. ვიცით უკვე მოწინააღმდეგები ვინ შეიძლება იყოს ტესტებში საქართველოს ნაკრების თუ არის ესეთი რაღაც ვიცი რომ ტოპ გუნდებს სამწუხაროდ 2030 წლამდე ვეღარ ვეთამაშებით, მე როგორც მაქვს ინფორმაცია შეიძლება ვწდები, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვინ არის ისინი ვისაც ვეთამაშებით ტესტებში თუ გვაქვს უკვე ინფორმაცია ამაზე? კი, როგორ არის სოფლიო ჩემპიონატი, სოფლიო რაგბის უკვე აქვს ეს კალენდარი, ეს ტურნირი დაიწყო უკვე წელს 2026 წლიდან სტარტი აიღო. ზაფხულში ვეთამაშებით ჩვენ ჩილე, ურუგვაი და სამოას, შემდეგ ნოემბერში ვეთამაშებით თორსტები ამერიკა, კანადა, კალენდარი გამოქვეყნებული პრინციპი არ მახსოვს. თუმცა 2030 წლამდე გვაქვს შესაძლებლობა მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, მსოფლიო მოსამზადებელ პერიოდში გვაქვს შესაძლებლობა რომ ვეთამაშოთ ტიერ-1-ის გუნდებს, თუმცა ეს ფორმატი ამ ტურნირის თქვათ რომ ვამბობთ რომ 2030 წლამდე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამ გუნდებთან თამაშს. ერთი მხრივ შეიძლება ესე რაღაცა დამთრგუნველად ჩანდეს და ჩვენ ვამბობდეთ რომ თქვათ ამ გუნდებთან არ მოგვიწევს თამაში, თუმცა ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს რომ
აი ზუსტად 30 წელს თუ 29-შია თუ არ ვცდები. არის შესაძლებლობა რომ უკვე ამ ტურნირში შენ აიწიო ზემოთ და მოხდა იმ ზედა ჯგუფში იქ იქნება გათამაშება გავარდნის ისა რა ქვია ასულად ჩასვლის პროცესი და ამიტომ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ 2030 წლისთვის ზუსტად ვაჩვენოთ ის შედეგი და დავზრდით რომ მოხდეთ უკვე ზედა მე ამაში დარწმუნებული ვარ მადლობა ჯგუფში რაც უკვე ხო რეალურს ხდის ამ ყველაფერს დიდი მადლობა ლექსო გუგავა იყო ჩვენი სტუმარი რაგბის კავშირის ოპერაციული დირექტორი საუბრობდით მოკლედ ხვალინტეს შეხვედრაზე ხვალ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ შავი ლომი თამაშობს ზებრეს წინააღმდეგ პარმას ზებრე იტალიური ფრენჩაიზა რომელიც ჩვენი გუნდის მეტოქია 17 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა ავჭალის სტადიონზე ასე რომ ყველას ვისაც რაგბი გიყვართ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და უგულშემატკივროთ ქართულ ფრენჩაიზას როგორც ბატონმა ლექსომ თქვა ხვალ აუცილებლად გჭირდება გამარჯვება კარგი იქნება თუ ეს ბონუსკულიც მოხდება და შესაბამისად გავალთ შემდეგ ეტაპზე აქვე არ შეიძლება არ მიულოცო საქართველოს ორი ძალიან კარგი შედეგი ქონდა გუშინ გვიან ღამით დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სიგურეობაში და ქართულმა წყვილმა ანასტასია მიტელკინამ და ლუკა ბერულამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ასევე წყალბურთელებმა მოახერხეს სლოვენიის დამარცხება 22-11 და გავიდნენ მერვედფინალში ევროპის ჩემპიონატზე ეს ორი კარგი ამბავი იყო გუშინ და იმედი დავიტოვოთ რომ ორშაბათამდე კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული შედეგი გვექნება სპორტში, ასე რომ მოკლედ ქართული სპორტი კარგი ტემპებით ვითარდება და იმედი დავიტოვოთ რომ ესეთი ტემპები შენარჩუნება კიდევ უფრო მოიმატებს. მოკლედ ეხლა მოვჭი მე სპორტზე საუბარს, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ არაუშავს ხდება ხოლმე. ეხლა კი ორ არაჩვეულებრივ ქალბატონს უთოვებ ეთერს და მე დაგემშვიდობებით ორშაბათს ხრის ნახევრად. და დავამატებთ ჯიჯი სპორტულ სიახლეებს იმასაც რომ სწრაფჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი, რომელიც წარმატებული გამოსულა. იქნება ჩვენი სტუმარი გადაცემის ბოლოს, ასე რომ იყავით და დარჩით ჩვენთან ერთად. ანუ ჭადრაკზე საუბრობთ. განსაკუთრებულად მოგისმენთ მაშინ. საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ასევე სპორტისთვის ეს წელი, წარმატებები ჯიჯის მშვიდობებით ორშაბათამდე. დავანონსოთ აქვე გადაცემა და ვთქვათ რომ მართლაც ნინო ბაციაშვილი შემოგვიერთდება, ასევე ძალიან აქტუალურ საინტერესო თემებზე რადიო შემოგვიერთდება და ერთ-ერთი შენი უსაყვარლესი თემა ვეფხის ტყაოსნის ხილვა. არა მარტო გადაწერას ვიხილავთ, არამედ გავესაუბრებთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი ვიდეო შექმნა, რითაც გააცოცხლა ჩვენი საგანძური და თითოეული ქართველს დაგვიბრუნა რაღაც ეს სიამაყის წერტილი. ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი უნდა ვნახოთ ახლა რადიოს დრო, რადიოს დრო ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ რომ 11-ის ნახევრამდე ჯერ კიდევ არის დრო, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და შევეხმიანოთ რადიოს. ვეღარ მი რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო მსმენელებო და დღეს პირველად მივესალმებით ტელემაყურებელს. წარმატებები მინდა უსურვო ყველას და მოგილოცოთ ბითლზის საერთაშორისო დღე. კი ბატონო, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ ყველას. დღეს ბიტლზის მსოფლიო დღეა. ბიტლზი უდაოდ ეპოქალური კოლექტივია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა როკ კულტურის და არა მარტო როკ კულტურის განვითარებაზე მთელ მსოფლიოში. გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნილმა კოლექტივმა თანამედროვე ეპოქაში შეძლო პოპულარობის შენარჩუნება და ლივერპულელი ოთხეულისგან მაგალითები ბევრმა ცნობილმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა აიღო. 16 იანვარი ბიტლომანებისთვის ზეიმის დღეა. 16 იანვარი UNESCO-მ ბიტლზის მსოფლიო დღედ 2001 წელს გამოაცხადა. ბიტლზის მსოფლიო დღეს ვეხმიანებით ჩვენი სტუდიიდან ლეგენდარულ ლივერპულელ ოთხეულზე ვსაუბრობთ დღეს და ანრი გუჩმაინძე და ქეთი ჯიჯავაძე არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. ლეგენდარული ბათუმელი შემსრულებლები. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ახლა უნდა მოვიკითხოთ და არა გვიშავს. ჩვენი ურადვარ. კი ბატონო, და როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება, მოდით ასე ვთქვათ, მუსიკასთან, რომელი იყო ეს მუსიკა და როდის გაჩნდა ბიტლები?
რო არ შეგაწყვეტინათ შემდეგ. ჩემს ხოვრებაში მუცლიდანვე თანხმდებდა მუსიკა, იმიტომ რომ ნუ მამა ჩემი ყველა მისის ალბათ დიდი მოკითხვა, ლოგოს დიდი მოკითხვა ჩვენი სტუდიიდან. და ეხა ბიტლზები ცოტა მერე რა თქმა უნდა, მაგრამ თავიდან 3 წლის ასაკიდან ესე რომ ვთქვათ, უკვე რაც მახსოვს მე პირადად დავიწყე რაღაცეების შესრულება, ეს რა თქმა უნდა იყო თავიდან ქართული სიმღერები, მაგრამ მალევე შემოაბიჯა ჩემს ხოვრებაში როკ-ენ-როლმა, როკმა და დიადმა ჯგუფებმა, ასე რომ ბიტლზის მალე გაჩნდა და თავიდანვე პირველივე მოსმენაზე ისეთი ემოციური იყო ჩემთვის და შემოყვარა თავი და ამის მერეც ხშირად უსმენდი ხოლმე, რა თქმა უნდა, ბიტლზი ვიცით ყველამ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს იყო ის, რომ ჟანრების შერწყმა იყო აი კლასიკა და როკ-ენ-როლი, კლასიკა და ფსიქოდელია, მძიმე როკი. კი, ნამდვილად და 4 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც რავი, სასწაულები მოახდინეს, ასე ნუ მე გავშლით რა თქმა უნდა ნელ-ნელა თემას. და ხო, ალბათ მთავარი ერთ-ერთი მთავარი მათი შემოქმედებიდან მაინც ის რჩება, რომ დღემდე ცოცხალია ეს მუსიკა და ალბათ ხელოვანისთვის ეს მთავარი მიღწევა არის, როდესაც ჩემი მუსიკა არ კვდება, უამრავი შემსრულებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც მუსიკა დაუშვათ იმ ეპოქაში მნიშვნელოვანია, მაგრამ გადის რაღაც რამდენიმე წელი და ვითარდებიან და პირიქით სამოტივაციოც არის და თვითონ მათი ისტორიაც რა ესე უცებ როგორი მასშტაბურები გახდნენ და იმ პერიოდში მით უმეტეს მსოფლიო მუსიკა გახდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დღესაც ახალი მუსიკოსისთვის და ახალბედა მუსიკოსისთვის ძალიან ღირებულია სწორედ ამით ეს ისტორია, რომ შენ რაღაცას როცა იწყებ და აკეთებ, შეიძლება ძალიან დიდ მასშტაბებზე გავიდეს და ისტორია დაწეროს და ისტორია შეცვალოს, იმიტომ რომ ბიტლსებმა მართლა ისტორია შეცვალა და რაღაცა. შენთვის კონკრეტულად რას ნიშნავს კეთ? ჩემთვის და როდის მოისმინე ასე თუ გახსოვს ესე არ რომელი სიმღერა იყო თუ შეგიძლია Blackbirds ეს ძალიან მიყვარდა და მახსოვს ეს ბავშვობაში ბეშუმში დავდიოდი და რაღაცნაირად ძალიან უხდებოდა ამ გარემოს ეს მუსიკა და ძალიან შემიყვარდა და მე უკვე აი არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ ჩვენ მუსიკალური თეატრის მსახიობები ვართ და ჩვენს ხელმძღვანელ მანანა ჩაუშბას გაუჩნდა იდეა რომ მოდი გავაკეთოთ ბიტლსების საღამო და სუსტად 1 წელია უკვე რახან ესე დეტალურად შევედით ამ მუსიკაში სხვანაირი დამოკიდებულება გამიჩნდა და ის რომ უბრალოდ ესეთი მაგრები არიან არა უფრო სიღრმისეულად გავიგეთ ეს ყველაფერი და გარჩევის პროცესში გაწევრება ამას ვესწრებოდით და რა თქმა უნდა არ შემიძლია არ აღვნიშნო ხალბატონი მანანას პროფესიონალიზმი რომ ისეთი მუსიკა თითქონ რო უსმენ გონია რომ ძალიან მარტივია მაგრამ ყველაზე რთული ამ ყველაფერში ისე რომ იმდენად მასშტაბურია და იმდენად თითოეულმა მსმენელმა პროფესიონალურმა მუსიკოსმა თუ უბრალოდ მოყვარულმა დეტალურად იცის ყველა შტრიხი გაიარო ამ ოქროს ძაფზე ძალიან რთულია და ყველა აღაფრთოვანო და ეს ნამდვილად გამოვიდა და კარგად მოახერხეთ რადგან არაერთი კონცერტი იყო ნამდვილად და ახის დაჟინებული თხოვნა ხალხით მიდიოდა ანუ თქვენ წინადადება მაქვს თქვენთან ესე იგი რახან მთელი ცხოვრება რაღაც დოზით ლაიტმოტივად გაქვთ ეს მუსიკა ამ ჯგუფის ახლა გაიხსნება მალე ლივერპულში უნივერსიტეტი მაგისტრატურა ონლაინ ბიტლსების მიმართულებით შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და უკვე იქნებით მაგისტრის ხარისხი ბიტლების მიმართულებით და ეს განაპირობა იმ ამბავმა რომ 8000 წიგნია ბიტლებზე მიძღვნილი და სამეცნიერო არ არის არც ერთი ყველა სხვადასხვა ჟანრისაა და ამიტომ გაუჩნდათ იდეა რომ სამეცნიერო კუთხითაც შეესწავლათ ბიტლები და ამაში ეძლევათ სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანებს ონლაინ მიიღონ ეს ხარისხი განათლების უკვე ასე რომ შეგიძლიათ ეს ამბავი გამოიყენოთ კი ვიღაცა ბიტლებს იმისთვის იყენებს რომ ინგლისური კარგად ისწავლოს და არაერთი მეთოდი არსებობს მათი მუსიკიდან გამომდინარე ცხოვრებაში სხვადასხვა კუთხით მორგებული ასე რომ ახლა შეგიძლიათ ეს ინიციატივა წაიტაცოთ რახან ასე გიყვართ და ამდენი დოზით არის ის თქვენ ცხოვრებაში ანდრი და პრინციპში კეთილშენს გეხება ეს კითხვა რომელია ბიტლების შემოქმედებიდან თქვენი საყვარელი თუ შეიძლება ასე გამოარჩიოთ
ჩემ მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე, იმიტომ რომ ესე მართლა ვერ გამოვარჩევა რა, ძალიან ბევრი ისეთი სიმღერა აქვს, რაზეც გავიზარდეთ მართლა, ხო? ეხლა პატარა ნუ ქეთის ძალიან მაგარი თანხმდრა ქონია ბეშუმი და ბლეკბერდი არაჩვეულებრივი შერწყმა ერთმანეთთან ესეთი სიამოვნება მე პირადად არ მქონია მაგრამ გამოვწდი აუცილებლად ვესწრები ბეშუმში მოხდები ჩავდა კი ესე მართლა ვერ თვითონ იმღერებ ხო ვერ გამოვარჩევ რატომღაც მგონია რომ ესეც საყვარელ იმას რომ მეუბნებიან მეორეს იჩაგდება ხო და არ გამოვარჩევ მოდი ესე ვიტყოდი და არის ასე თქვა, როცა როკ მუსიკასთან შეხებას იწყებ, ერთგვარი დამოკიდებული არა, ბიტლები არა, ეს პოპია. და გაცილებით ანუ რადიკალიზმზე მიდიხარ, მაგრამ მე ხვდები, რომ ეს თურმე სადღაც შეცდომა დაუშვია. ხო, შენ შემთხვევაში თუ იყო ასე, ან თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე. არა, სხვათა შორის მე თანაბრად უსმენდი იმასაც ბიტლზებსაც, Deep Purple, Pink Floyd ეს ყველა ეს საოცარი და დიადი ჯგუფები თანაბრად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ არც ეს არ ვკენდი გულს. ყველაფერს ვაკეთებდი, ვარჩევდი, მუშაობდი ხოლმე სახლში და ძალიან კარგი პერიოდები მაქვს აი ამ გარჩევის პროცესში, დიდი სიამოვნებას იღებს მუსიკოსი და არა ვერა. კაი, შენ თქვი რომ ესე იგი უსმენ გიყვარს, მაგრამ როცა ასრულებ, აი რომელია ამ შესრულების რო შენთვის ყველაზე საყვარელი? და შეიძლება დავუშვათ იყო ისეთი სიმღერა, რომელმაც დავუშვათ გარდატეხა მოახდინა როგორც ვოკალისტი. როგორც ვოკალისტ მე რახან მიწევს გუნდში ვიმონაწილეო, ხშირად ანუ ჩემთვის ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ენერგია რაც უფევს იქ ამ ხმების გაშლით და ალბათ Yesterday-ს გამოვარჩევდი ამ კონცერტიდან და ჩემთვისაც ალბათ ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო, რითაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ამიტომ მგონია რომ დღესდღეობით Yesterday-ს გამოვარჩევდი. და სხვათა შორის ძალიან სასაცილო ისტორია აქვს ამ სიმღერის შექმნას. დიდი Paul McCartney კი ვიცით ყველამ და Scrambled Eggs, ხო, ეგრე. Scrambled Eggs. ეგრე ერქვა თავიდან, ნუ აპირებდნენ დარქმევას, მაგრამ ეს ყველაფერი დაესიზმრა Paul McCartney-ს და მე ხალხს ეკითხებოდა, რომ აი ეს სიმღერა თუ იცითო რა, ესე და ანუ ბოლოს რომ მიხვდა რომ არ არსებობდა ეს სიმღერა, მერე დაიწყო უკვე მუშაობა და ჩაწერა. რომ გაიღვიძო, დაიწყო, დაკრავო და მერე ხალხს ეკითხებოდა, სადმე ხო არ მოგისმენია. ხო არ მოგისმენია. ვერ დაიჯერა რომ იმდენად აკვიატებული ხონდა და Scramble Eggs ერქვა ესე და მერე გახდა უკვე Yesterday და მისთვის ძალიან ისეთ ცოტა სენსიტიური. მე მგონი Yesterday უფრო კარგი სახელია. კი, ბევრად. და დღეს რა შეგვისრულებთ, აბა გითხარით. Scramble Eggs. კი ბატონო, გისმენთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ უკვე ჩვენი ხმით აღარ შეგაწუხებთ სოფასო რადიო მსმენელებო ამ მუსიკალური ჰანგების შემდეგ და გეტყვით რომ დღეს ბიტლზის მსოფლიო დღეა და ამ თემას გამოვეხმაურეთ ლეგენდარულ ლივერპულელ 4 ხელზე ვსაუბრობდით და დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ არი გუჩმანიძე და ქეთი ჯიჯავაძე მუსიკოსები მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და აბა გისმენთ Yesterday, all my troubles seem so far away. Now I look it through the heat to say, oh, I believe in yesterday. Suddenly, I'm not half the man I used to be. There's a shadow hanging over me. Oh, yesterday came suddenly. Why she had to go, I don't know. She would not say. I said something wrong. Now I long for yesterday.
yesterday. Love was such an easy game to play. Now I need a place to hide away. Oh, I believe in yesterday. Why she had to go, I don't know. She would not say. I said something wrong. Now I long for yesterday. Yesterday. Life was such an easy game to play. Now I need a place to hide away. Oh, I believe in yesterday. წარმატებები ანრის და ქეთის ხალხს ურთულესი ასეთი ავთენტური ნაწარმოების შესრულება და საკმაოდ ფაქიზად და საინტერესოდ შეასრულეს წარმატებები. თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან კარგ განწყობას დამაყენა ამ სიმღერამ დილიდან. ლივერპულიდან საქართველოში გადმოვინაცვლოთ და ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ. ვეფხისტყაოსანი ქართული ლიტერატურის უკვდავი ქმნილება. დღეს ერთმა ადამიანმა არა მხოლოდ წაიკითხა, არამედ ხელით, ასო მოთმინებითა და დიდი სიყვარულით გადაწერა. ნანა ჩხაიძისთვის ბავშვობაში ნანახი ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი ვერსია შთაგონებად იქცა და დღეს ერთი საგანძური თავად აქცია მეორე საგანძურად. ნახოთ ანა გოგიძიძის სიუჟეტი. პირველი კლასიდანვე რაც მე მახსოვს, ხატვასთან ერთად ძალიან ლამაზად წერაც მიყვარდა. შემდეგ ახლა მაღალ კლასებში რო გადავედი, მასწავლე ქალბატონი ნანა ჭყონია. ნანა მასწავლებელმა აღმოაჩინა ჩემში ესეთი მოხატული კალიგრაფიაც. მისი დამსახურებაა ნამდვილად. მაგის მერე ახლა უნივერსიტეტშიც ხშირად მიწევდა რაღაცების გაკეთება. ჩემს ნამუშევრებს რაც შეეხება, აი მაგალითად, როდესაც ფურცელზე მუშაობ, კალიგრაფიის გარდა მთავარი ხატვაც არის, იმიტომ რომ ეს კუთხეები ხომ უნდა მოხატო. თუ ხატვა არ გეხერხება, მარტო კალიგრაფიით ვერაფრით ვერ დაამუშავე ბოლომდე ისე, როგორც შენ გსიამოვნებს და როგორც აი მაგალითად ვინმე რომ გთხოვოს და რაღაც დავალება მიიღო, გასაკეთებას ისე ვერ გააკეთებ. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის გაკეთების იდეა რამდენადაც არ უნდა გაუკვირდეს მაყურებელს, სადღაც 10-11 წლის ასაკში დამებადა. დავიწყე 40 წლის ასაკში წერ 3 წელია და მესამე წელია წერს და აი ნამდვილად დაედგა გვირგვინი ამ საქმეს. უნიკალური პოემა და უნიკალური ნამუშევარია და თვითონ ის კალიგრაფია მე რაც აქ მაქვს გამოყენებული, გადავიდ კალიგრაფია არის ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი ქართული ენის და ქართული წერის კულტურის. პირველ გვერდზე არის სათაური, შემდეგ მეორე გვერდზე იწყება პირველი სტროფი დასურათებით. აქ მაგალითად ეს ძველებური პაპირუსის ანდერძები, ანუ პატარა ჩანახატივით გავაკეთე, რომ ძირითადად იდეა რომ ყოფილიყო გაგრძელებული, რაც მე მინდოდა. წერის პროცესი არ არის არანაირად რთული. ერთი გვერდის, ფურცლის არის ერთი გვერდის წერაზე, სადღაც 15-20 წუთი მჭირდება. უბრალოდ ჯერ ეს ფურცლები იხაზებოდა ზომების მიხედვით, რომ ხაზები სწორად ყოფილიყო, შემდეგ კუთხეები, ანუ ეს
ბრჭყალებში შავი სამუშაო უფრო რთული იყო, ვიდრე ზოგადად წერის პროცესი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოვცე. აუცილებლად მინდა. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცების აფიშირება. და მეგობრები მყავდა თანაკლასელები სტუმრად და ერთ-ერთმა თანაკლასელმა ბიჭმა დაინახა, რომ ზოგადად მაშინ ვეფხისტყაოსანი დაწყებული არ მქონდა. რაღაც ესე შესასრულებელი მქონდა დავალება და ეხლა ამა შენ თუ არ დადებ სოციალურ ქსელში. მე უჩუმად შევიპარებიო. გადავუღებ ფოტოებსო და აი ნახავ მე რას ვიზა, მე რომ დავდებ შენი სახელითო და ნუ მაშინ გადავწყვიტე პირველად ჩემი ნამუშევრების სოციალურ ქსელში დადება. შეგრძნება არის ძალიან სასიამოვნო, როდესაც ყველა ელოდება ახალს რას გააკეთებ, ახალს რას დადებ. ძალიან მინდა შუშანიკის წამებით გავაგრძელო ეს საქმე. ულამაზესი ხელნაწერი იყო, არაჩვეულებრივი ნახატი, რომელსაც თვალს ვერ წყვეტ და გინდა უყუროთ და უყუროთ. ბევრი დაწერეთ კიდევ. და წარმოიდგინე სალომე ბავშვობაში რამხელა ემოცია გამოიწვია იმ ნანახმა, რომ დიდობაში და მოზრდილობაში უკვე ხორცი შეასხა თავის ოცნებას და ეს თავისი ჩანაფიქრი მართლა აქცია შედეგად გადაწერილია ვეფხისტყაოსანი ხელით და სხვათა შორის ანას ვკითხე, რომ ჩვენს კოლეგას, რომელიც მუშაობდა ამ სიუჟეტზე და შეხება ჰქონდა ამ არაჩვეულებრივ ქალბატონთან, აი, როდესაც შეგეშლება ერთი ასობგერა, რა ხდება მაშინ თქო და არ ეშლება. ჩვენ წარმოიდგინე ისე კარგად ჩამოაყალიბა და როცა გული და სიყვარულს დებს კი ბატონო, თუმცა ეხა ჩვენ სულ სხვა თემაზე უნდა გადავიდეთ პრინციპში, ზუსტად ისე რომ ერთ-ერთმა ადამიანმაც გააცოცხლა ვეფხისტყაოსანი, ახლა მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. წარმოიდგინეთ საღამო, როდესაც დაღლილი სკროლავთ სოციალურ ქსელს და უცებ თვალს არ უჯერებთ. ეკრანზე ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰენრი კევილი ჩნდება, თუმცა წამიერად ტვინი სულ სხვა სიგნალს გაწვდით, ანუ ეს ხომ ტარიელია. შემდეგ კი ხედავთ კაცს, რომელიც ეჭვს აღარ ტოვებს, ის მართლაწყლისპირას ზის, ვეფხისტყავი აქვს შემოხვეული და მის მზერაში ზუსტად ისევდაა, რომელიც საუკუნეების წინ შოთა რუსთაველმა აღწერა. ეს ალბათ ის ვიზუალური კოდია, რომელსაც ნებისმიერი ქართველი წამიერად კითხულობს და ცხადია, არც მე ვიყავი გამონაკლისი. ჩემი პირველი ფიქრი ასეთი იყო, როგორ გამოგვეპარა, რომ ჰოლივუდმა ვეფხისტყაოსანი გადაიღო. იმდენად მასშტაბური, ხარისხიანი და რეალური იყო ის, რაც ყველამ ნახეთ. ამას მოყვა ნამდვილი ემოციური ტალღა, სიხარული, აღფრთოვანება, ათასობით გაზიარება და მილიონზე მეტი ნახვა სულ რაღაც 4 დღეში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ გლობალური მასშტაბის ნამუშევრის უკან არა ჰოლივუდური სტუდია, არამედ ერთი ნიჭიერი ქართველი დგას, ადამიანი, რომელმაც დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, თავისი ბავშვების ოცნებას აიხთინა და ციფრულად გააცოცხლა ჩვენი საგანძური, თანაც მსოფლიო დონის ხარისხით. ჩვენი სტუმარია ამ ვირუსული ვიდეოს ავტორი, ციფრული მარკეტერი გიგი კურტანიძე. გიგი, დილამშვიდობის, ეხაც მესმის ეს მუსიკა, ვუყურებ ამ კადრებს და საერთოდ მეტყველების უნარსაც ვკარგავ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო პირველ რიგში მთელი საქართველოს სახელით, რომ ესეთი სასარგებლო და საჭირო საქმე გააკეთე და ასეთი საჩუქარი გაგვიკეთე საახალწლოდ. დიდი მადლობა მიხარია მოგეწონა. კი ბატონო და ალბათ საინტერესოა თავად ავტორისგან მოვისმინოთ ის რეაქციები და თავად ავტორს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მისმა ასეთმა ნამუშევარმა რაღაცნა ეიფორია გამოიწვია, ანუ ეროვნული ეიფორია გამოიწვია. ძალიან საინტერესო ამბავია, მოკლედ მთელი ეს საახალწლო დღეები, როდესაც რაღაც შვებულება მქონდა და ვისვენებდი, რაც პოზიტივი შემხვდა, რომ ესეთი ახალი ტექნოლოგია გამოვიდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგეძლო ჰოლივუდის დონის ფილმის გაკეთება და ერთ-ერთი პირველი რაც გამახსენდა ვეფხისტყაოსანი იყო და
ну цаде რაღაცნაირად მინდოდა რომ ქართული მსახიობები ჩამესვა. არ გამოვიდა, მაგრამ მე რატომღაც ვიფიქრე რომ მოდი ისე გავაკეთებ, რომ რადგან ჰოლივუდის სპეციფიკებია, ჰოლივუდის მსახიობებს ჩავსვა თქო და დავიწყე რესერჩი რაღაც ფიქრი იმაზე, ვინ შეიძლება ყოფილიყო მთავარ როლებში. და რაღაცნაირად მივედი მოკლედ ამ კონცეფციამდე, რაც გამოვიდა და მთელი 2 დღე, დაახლოებით 2 დღე ვიშრომე ამ ნამუშევარზე და რატომაც თავიდან არ დაატვირთე. ხოლოდ 2 დღე, გიგი? მეგონა უფრო მაშინ თქვენ ნამდვილად პროფესიონალი ბრძანდებით თქვენი საქმის და ცხადია ბუნებრივი ამ აღფრთოვანებასთან ერთად იყო რაღაცა ხალხის უკმაყოფილება და პირდაპირ გადანაშაულებდნენ რომ რატომ ეს მსახიობი აირჩიეთ და რატომ ქართველი არ იყო და ასე შემდეგ. თუმცა მინდა მაყურებელს უთხრა რომ ჩვენთვის ფაქტობრივად ნულთეთრად გაცოცხლდა ეს არაჩვეულებრივი საგანძური და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისთვის რომ ეს ყველაფერი მოახერხეთ და გააკეთეთ. თუმცა საინტერესოა მაინც რომელი პერსონაჟი გაიკიცხა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად თქვენს მიერ შერჩეული ცხადია. ყველაზე მეტად ნუ პირველ რიგში დავიწყე ნესტანით, ზენდაია თამაშობდა ნესტანის როლს და მე ჩავთვალე როგორც ინდოეთის დედოფალი, რაღაც ინდური რაც სახე მაინც ჰქონდა ზენდაიას და მაგიტო შევარჩია, მაგრამ ძალიან ბევრმა დაიწუნა იმის გამო რომ ისეთ კომენტარებიც კი იყო რომ ქართველს არ გავსო, მაგრამ რეალურად ინდოეთის დედოფალი არის ნაწარმოებში როგორც ნახსენები და თან თლიანად ნაწარმოები იწყება ისე რომ ესე ამბავი სპარსული ხო, ანუ რაღაც ეს არაბულ სპარსული ისტორია არის, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი, როგორც ავტორი ამბობს. შეიძლება რა თქმა უნდა გადატანით მნიშვნელობით საქართველოს იგულისხმება, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ეს თლიანად ეს სიუჟეტი ხდება უცხო ქვეყნებში, ჩავთვალე რომ სახეებით შესაბამისად უცხოელი ყოფილიყო, არ იქნებოდა პრობლემა. მეორე ასევე ფრიდონის პერსონაჟი მაიკლ ბი ჯორდანი ცოტა ისიც გააკრიტიკეს, თუმცა მე მგონია რომ ის მუღაზანზარი, რადგანაც კუნძულის ქალაქი რადგან იყო, შეიძლება ყოფილიყო აფრიკის ზანზიბარის დღევანდელი ტერიტორია და ერთ-ერთი ქართული გეოგრაფიის კვლევაც ვნახე, რომელიც ასევე ადასტურებდა, რომ ზანზიბარის ტერიტორია შეიძლება ყოფილიყო თანამედროვე და რაღაცნაირად წავედი მაგეთკენ და მაგიტო შევარჩიე ფერისკანით შესაბამისი და ამაზე მაინც კრიტიკა დავიმსახურე, ესე ვთქვათ. ესე გიგი, ეს გენიალური პოემა ადამიანმა პირველ რიგში რომ ესე რომ გააცოცხლოს, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ანუ დეტალები. თუმცა სიზუსტესთან ერთად ძალიან კარგად უნდა გრძნობდეს, რომ ანუ ელემენტარულად რაღაცნაირი სწორი დავალება მისცეს და AI-ის რაღაცნაირად გააცნოს ეს ნაწარმოები, რომ შემდეგ შედეგიც მიიღოს, ხო? ბუნებრივია ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა აიხსნას ყოველი დეტალი. საინტერესოა როგორ ჩაგივარდათ და ესე კარგად როგორ შეისწავლეთ ეს ნაწარმოები, რომ შემდეგ ასეთი გენიალური ვიდეო შექმნით. პირველი რაც გავაკეთე, აუცილებლად ხელხად გადავიკითხე ნაწარმოები, გავიხსენე ის ძველი დეტალები, რაც ბავშვობიდან შეიძლება რაღაცნაირად უკვე ჩემს ტვინში კიდევ იყო ჩარჩენილი, მაგრამ რაღაც ქვეცნობიერად და კარგია რომ გადავიკითხე, ყველა დეტალი გავიხსენე, შემდგომ უკვე დავფიქრდი სიუჟეტზე და თუნდაც აი თითოეულ ემოციას რასაც ხედავთ, ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ხელოვნური ინტელექტის დამჭირდა, რომ აი ძალიან დეტალურად ამეხსნა თითოეული ემოცია, მოუყევი ჯერ პირველ რიგში მთლიანი ისტორია, შინაარსი, რომ თვითონაც ასე ვთქვათ გაიაზრებინა თუ რა შინაარსის მატარებელი და რამხელა იდეოლოგიის მატარებელი ნაწარმოები არის და თუნდაც აი ეს ტარიელის ემოციები რაც არის, ამ კადრზე ძალიან ბევრი ვიწვალე, ასე ვთქვათ, დაახლოებით 60-ჯერ დავჭირდა ხელახლა გადაღება ხოლმე ინტელექტთან ერთად, იმიტომ რომ რაც ბოლომდე არ იგრძნობდა ეს ადამიანური ემოციები, მაგრამ ბოლოს მაინც ვფიქრობ, რომ საკმარისი ემოცია გამოხატა და ძალიან მადლობელი ვარ იმ თითოეული კადრის, რაზეც ასე ვთქვათ, ბევრი წვალება დამჭირდა, მაგრამ აშკარად შრომას დაფასდა. კი, შედეგი საპასუხისმგებლო ნაწარმოები იყო. ნამდვილად, აი, ძალიან სარისკო ამბავიც იყო ამ დროს და თან ალბათ ძალიან კარგად იცით ტექნიკა, როგორ იღებს ჰოლივუდი ფილმს, იმიტომ რომ ერთ-ერთში აი მართლა ჩემი ემოციები იყო, აი
არ ვიცი, აი ესე ტელეფონით ოჯახის წევრებთან დავდივარ და მეთქი რა გამომრჩა და ოცნების ახდენაც არის ალბათ ბავშვობის ტარიელი დავინახე გამიცოცხლდა თუ ფილმის რეჟისორი. შოკი მქონდა გეფიცებით, აი მართლა შოკი მქონდა. ჰენრი და ტარიელი ეს არის ერთ-ერთი და საინტერესოა სხვათა შორის ახლა მილიონზე მეტი ნახვა აქვს უკვე ამ ვიდეოს და ჰოლივუდიდან თუ გამოგვეხმაურა ვინმე და სხვათა შორის იცით რა მაინტერესებს გიგი კომენტარებში ის დაიწერა რომ არ შეიძლება და არ არის ნებადართული ასე გამოიყენო ცნობილი სახეები AI-ის ვიდეოებში და აქ როგორ ვართ რა ვინმე ხო არ გვიჩივლებს ამ შემთხვევაში ან გიჩივლებს ან რაღაც ხო დაიწერება ვარყოფითი ამასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ჰოლივუდიდან არა, მაგრამ აი ძალიან ბევრი ქართველი გამახმარა, რომელსაც კავშირები აქვს თუნდაც ჰოლივუდთან, კინოსტუდიებთან, ემსახურებიან რაღაც სხვადასხვა ნაწილში სპეციფიკების, თუნდაც ხმის ეფექტების და რაც ინტერესი მათგანაც იყო, რომ მოდი პროექტად შევკრათ, შევფუთოთ სიუჟეტი, გავაკეთოთ და შევთავაზოთ შემდგომ აი ამ ვიდეოთი, რომ დავანახოთ რა მხოლოდ მოთხოვნაც არის და კი არის უკვე მაგაზე დავიწყეთ მუშაობა, ამის დეტალებს უკვე მომდევნო კვირებშიც გავასაჭიროებ, როცა მზად გვექნება ყველაფერი, რაც შეეხება ლიცენზიას და ასე ვთქვათ copyrights, რა თქმა უნდა ამის საშუალება არსებობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეს ვიდეო იყო უბრალოდ არაკომერციული მიზნისთვის გამოყენებული და უბრალოდ ცნობადობის ასამაღებლად, ამ შემთხვევაში ხელოვნურთა ის გადაგენერებული თუნდაც ცნობილი ადამიანის სახეები არ მგონია რაიმე პრობლემას აჩენდეს. ახლა ეს რო ყოფილიყო რაღაცა ტრეილერი, რომელიც მე ბილეთს ყიდდა და ამით ვთქვათ კომერციალიზაცია ხდებოდეს, რა თქმა უნდა ეს იურიდიულად მიუღებელია და ამას არც გავაკეთებდი, მაგრამ რადგან მინდოდა რომ უბრალოდ კონცეპტ არტი გამეკეთებინა ესეთი სახელი ეძახიან ხოლმე ამერიკაში რომ კონცეპტ არტი, რომ ამ შენი წარმოდგენით როგორ იქნებოდა ფილმი რაღაც კონკრეტულ სცენარში, კონკრეტულ სიტუაციაში, ამ შემთხვევაში არ მგონია რაიმე პრობლემას წარმოადგენს. მშვენიერი და ძალიან გასაგები საზოგადოება ამის შესახებ უკვე გაიგო, მოკლედ და საინტერესოა როგორ ფიქრობ, გიგი, ნახა თუ არა ჰენრიმ, მიაღწევდა თუ არა მასთან ეს ვიდეო და საინტერესოა რა რეაქცია იქნება თითოეულ მსახიობს, როდესაც აი ამ თავის ამპლუას და თავის AI როლს ასე რომ ვთქვათ გვერდიდან შეხედავს. როგორ ფიქრობ? იმდენი დატა გვაქონდა, ყველაზე მეტად ჰენრი კევილი მოეწონა ქართულ აუდიტორიასაც და იმდენმა დათაგა რომ შეიძლება მისმა გუნდმა მაინც ნახა რაღაცნაირად. დარწმუნებული ვარ რომ დღეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში მსახიობები თავიანთ თავს ძალიან ბევრ სხვადასხვა როლებში ხედავენ და სამწუხაროდ ანუ ამის თავდაცვის უნარი ჯერჯერობით არც არსებობს სიმართლე რომ გითხრათ და ალბათ ჰენრი კავილის შემთხვევაში ძალიან ბევრი ფილმში აქვს ასე თქვა როლი მიღებული სადაც არ უთამაშია თვითონი. თუმცა ეს რაღაც მომავლის პრობლემაც არის, რაღაცნაირად არის ამის საუბრები, რომ ჰოლივუდში სამომავლოდ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ მსახიობმა თავისი ლიცენზირებული სახე გაყიდოს და შემდგომ ისე ითამაშოს ფილმებში როლები, რომ ტელევიზორი ჩართოს და თვითონ პირველად იყოს თავისთავად. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ცხადია მეც მინდა ჩემი კომპლიმენტები გითხრათ და განსაკუთრებით მომეწონა თინათინის როლში არაჩვეულებრივი მსახიობი ნატალი პორტმანი და აი საოცარი ღიმილი, როდესაც ამ ნაწარმოებს ვკითხულობდი, ან ყოველთვის თინათინი თავშეკავებული ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს მას და აი ეს პატარა მომენტი, სადაც ის აი ამ თავისი ღიმილით და სიცილით თავის ქალურობას უსმენს ხას, ეს მომენტი განსაკუთრებით ჩამრჩა, რა თქმა უნდა, ტარიელის ეს არის მომენტი, როცა ავთანდილი ბრუნდება და ამბობს, რომ აი ყველაფერი მოკლედ დასრულდა, როცა უცხო მოყმეც იპოვეს, დაეხმარნენ, ქაჯეთთან გაათავისუფლეს, ინდოეთში დიდი ზეიმი არის და აი ამ ამბის გაგების შემდგომ რაღაც ძალიან ბედნიერი ამაყიქალი რაღაცნაირად ავთანდილს უღიმის, რომ იცის, რომ თან ეს მათი სიყვარული შედგება და ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა და ეს სიგნალი ტყუილად არ შექმნილა, ალბათ მივა საჭირო წყაროებთან და მართლაც დადგება ისეთი დღე, როდესაც გადავიღებთ ამ არაჩვეულებრივ და განუმეორებელ საგანძურზე დიდ ფილმს სოფლიო მასშტაბის დონის და ამაში თქვენი წვლილი ძალიან დიდი იქნება. თუმცა, თქვენ არც ეციეთ და არც ეცხელეთ, ეს ემოციები ჯერ გადასული არ იყო, რომ შემოგთავაზეთ დიდგორის ომი, ეს არაჩვეულებრივი გაცოცხლებული აღმაშ
აღმაშენებლის ეპოქა, რომელსაც მოყვა მეორე ტალღა. ანუ მე არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ დღეში 5 ჯერ მინიმუმ ვუბრუნდები ამ ორ ვიდეოს და ყოველდღე დიდი მადლობა. ყოველდღე ვნახულობ და დარწმუნებული ვარ ასეა, ყამდერ გწყურია, რომ ჩვენი ისტორია გაცოცხლდეს და გწყურია, რომ საქართველოს სახელი და ზოგადად ჩვენი ისტორია უფრო მრავალჯერ ჟღერდეს. ახლა ამ პროექტის შესახებ მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ და როგორ უცებ გააცოცხლეთ ეს აღმაშენებლის პერიოდიც. კი, მოგიყვებით. მოკლედ, ბავშვობიდან როგორც მოგეხსენება ძალიან დაინტერესებული ვარ ქართული კულტურით და სულ რაღაცნაირად ეს კონსტანტინე გამსახურდიეს წიგნი, რაც ბავშვობაში წავიკითხე, სულ რაღაცნაირად ფიქრობდი, რომ ჯორჯ მარტინის სამყაროს თამაშებს როგორ წააგავდა და თუ ჯორჯ მარტინის ეს სამყაროს თამაშები რაც გამოგონილი სამყარო იყო, ჩვენ რეალური ისტორია გქონდა, რომელიც ზუსტად აი ესეთივე დაძაბული, ესეთივე საინტერესო და ნამდვილი იყო და რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ეს მთლიანად სერიალად რო გადაღებულიყო, რაც მოკლე სერიები, შეიძლება 10 ეპიზოდი და მთელი დავით აღმაშენებლის ისტორიები, თავისი შიდა დაპირისპირებები, თუნდაც ლიპარიტ ბაღვაშთან, ილღასთან, რომელიც ასე ვთქვათ, მეტოქე იყო ჩვენი, რომ ისლამური სამყაროდან და ლიპარიტი როგორ გააცოცხლეთ, აი როგორ რაღაცა ერთ-ერთშია ეს ხასიათი. გიგი, აი მართლა საოცრებაა, როდესაც ამ კადრებს უყურებთ, ანუ როგორ მოახერხეთ, ანუ როგორ აძლევთ აი პირველში კონსტანტინე გამსახურდიეს ნაწარმოებს გადავხედე, მისი დახასიათება მთლიანად, ხელოვნური ინტელექტსაც მივეცი ეს ინფორმაცია, ასევე ფრესკაზე იყო ერთ-ერთ ტაძარში შემორჩენილი მისი ნახატი და ეს ფრესკა, ეს ინფორმაცია, ეს ყველა დეტალი და პლუს ის, რომ მთლიანად აღუწერე, რომ როგორი ადამიანი იყო, რაც მოღალატის როლი ჰქონდა. იქ ნაწარმოებში მაგალითად არის ესეთი პირველად რო ხდება მე ეს 16 წლის როცა გამევ და რაღაცნაირად აი ძალიან დაცინვით თავს ბოლომდე არც უხრის მეფეს და ანუ მიაჩნია რომ თვითონაც კანონიერი მეფე არის და აი რაღაცნაირად ეგ კადრი გავაცოცხლე მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს აუწერე. კიდევ არის დარეჯან დედოფალიც არის მაგალითად სომხეთის დედოფალი რომელიც შეუძლებელია ვერ იცნო კიდევ ასევე გავაცოცხლე ისეთ კადრების ყივჩაღების გადასახლება კავკასიონის რო ყვეთდნენ და ნამდვილად მოკლედ აი ეს ბევრი ისტორიული მომენტი გელათის აშენება და ბევრი სხვა რამ მოკლედ მოკლედ დიდი სიტყვა იმისათვის რომ ცნობილი რეჟისორები დაინტერესდნენ და კომპანიები და გადაიღონ სწორედ ამ ნაწარმოებებზე ფილმი და ვისურვებ უახლოეს მომავალში მოხდეს ეს და უფრო ვრცელი არა ერთწუთიანი არამედ ტრილოგია და ასე შემდეგ იქნეს გადაღებული და მსოფლიო მასშტაბზე გავიდეს ნამდვილად ჩვენი ისტორია და ჩვენი საგანძური. და ამჯერად გიგი რა თემაზე მუშაობთ, იქნებ გაგვანდოთ და ასევე უნდა ჩამოგართვათ სიტყვა თუ მართლა ვინმე გამოგეხმაურება თუ იქიდან ჰოლივუდიდან აუცილებლად პირველი ვიქნებით ჩვენც ვინც ამას გავაშუქებთ და ჩაგვერთვები და გვესწვევი აუცილებლად სტუდიაში. პირობას გართმევთ. კი ბატონო, შევთანხმდით. კი, შემდეგი რაზეც მუშაობ, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სამას არაგველზე და მომდენო კვირაში შეგვიძლია დაელოდოთ ამ ნაწილსაც სამას არაგველზეც ვაპირებ რომ გავაკეთო მსგავს ტიპის ვიდეო. და შემდეგ ალბათ ცოტა ხანი გავჩერდები და მართლაც ვიფიქრებ რაღაც უკვე ფილმივით სიუჟეტი რომ შევქმნა. ეს შეიძლება არ იყოს ნამდვილად ვერ იქნება ვებსტავსანი და სხვა ცნობილი ნაწარმოებები, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მარტო ერთი ადამიანი ამას ვერ გავაკეთებ ნამდვილად, მაგრამ მაქვს ჩემი იდეაც, ასე ვთქვათ, წიგნი, რომელზეც მუშაობ და მინდა რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მთლიანად ფილმად ვაქციო და პატარ-პატარა ეპიზოდებს მოკლედ მაგიდანაც შემოგთავაზო. და ეს ყველაფერი რომ არ გამოგეპაროთ, ძვირფასო მაყურებლებო, აუცილებლად გამოიწერეთ გიგი კურტანიძის გვერდი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა მართლა საგანძურისთვის და გაცოცხლებული კადრებისთვის და პერსონაჟებისთვის, რომელიც გააცოცხლეთ. ციფრული მარკეტერი გიგი კურტანიძე იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ ხაზზე ვართ პრინციპში გავაშუქებთ ნებისმიერ ასეთ ამბავს, რომელიც უკავშირდება საქართველოს და მის ისტორიას. რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიით ვაგრძელებთ ასევე და ისტორიული ქედა უნდა მოვინახულოთ. ახლა კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ ქედაში ჩვენს კოლეგასთან გაბრიელა კვაჭანტირაძესთან ერთად და დაუღალავად შეგვიძლია ვისაუბროთ სადღეგრძელოებზე, ქართულ სუფრაზე და რა თქმა უნდა ტრადიციული მუსიკაც იქნება, ასე რომ
ქედისკენ მივემართვები ჩვენი საახალწლო გადაცემიდან მცირე ამონარიდი შეგიძლიათ ახლა ნახოთ. დილამ შვიდობისა ბათუმიდან ქედამდე და ყველას, ვინც დილის ტალღას უყურებს. აქ დახვდა ნამდვილი საახალწლო ზღაპარი, ტრადიციულად გაშლილი სუფრა, აჭარული კერძები, ადგილობრივი ღვინო და რაც თავარია, ადამიანები, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებით ხვდებიან. ახალი წელი საქართველოს ყველა კუთხეში განსაკუთრებული და თავისებურია, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც ეს დღესასწაული გამორჩეულად თბილი, ხმაურიანი და გემრიელია. სწორედ ასეთ ადგილს ეწვია დღეს დილის ტალღა. ახლა უნდა გავიცნოთ მასპინძლები უკვე და უნდა შევუერთდეთ საახალწლო მზადებას და ფუსფუს და პირველ რიგში რა თქმა უნდა მწვადის სურნელმა მომიზი და მოგესალმებით. გონი მწვადი მზად არის, ხო? ძალიან მინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელსაც და რა კარგი იქნება და სურნელის გადაცემა რომ შეიძლება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეთყობა და მოგესალმებით ბიჭებო როგორ? მოგესალმებით და გილოცავთ შობა ახალ წელს ყველას, დამდეგ შობა ახალ წელს, სრულიად საქართველოს. გილოცავთ და წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მეც გილოცავთ, თუმცა მე მაინც თქვენს საუბარზე მეტად სიმღერა უფრო მომწონს და მე მგონი მაყურებელსაც და ხო და მაშინ რაღაცა საახალწლო უცებ რა. უცებ. ახალი წლის ღამეა და ყველა ელისეთ ზოგინადროს სიმდიდარეს და ზოგი კიდევალეს აქ სიყვარულს მოერიან ჯანმრთელობას ფერეს ყველა მართალებს თუ ფიქრობთ რომ დილას საახალწლო სუფრისთვის ადრეა, ქედად დაგარწმუნებთ რომ ამაში ძალიან ცდებით. აქ ახალი წლის დილაც ისეთივე ხმაურიანია, როგორიც ღამე და ახლა ნამდვილად უნდა გადავიდეთ მასპინძლების გაცნობაზე და თან დაპირებისამებრ უნდა დავეხმაროთ ფუსფუსში. აი ჩვენი ულამაზესი და არაჩვეულებრივი მასპინძელი ქალბატონი თამარა, გილოცავთ ქალბატონი თამარა. გაიხარე, გილოცავთ თქვენს დამდეგს, ყველაფერი კარგს და საუკეთესოს გისურვებთ. აქ აჭარის მთებში მარანი მხოლოდ ღვინის შესანახი სივრცე არ არის. ეს ოჯახური მეხსიერებაა. თაობებს შორის გადაცემული ამბავით, მიწასთან, შრომასთან და მადლიერებასთან კავშირი. ქვევრში დაძველებული ღვინო ჯერ კიდევ ძველი წესებით იწურება, ხელით მოთმინებით და სიყვარულით, როგორც წინაპრები გვასწავლიდნენ. საახალწლოდ მარანში შეკრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს არის სურვილების გამოთქმა, გასული წლის მადლიერებით გაცილება და ახალი წლის იმედებით დახვედრა. ახალი წელი აქ სწორედ ასე მოდის, ღვინის სურნელი, ტრადიციების ხმაურით და გულწრფელი სურვილით, რომ ეს მარანი, მიწა და სიცოცხლის სიყვარული კიდევ ბევრ ხანს გაგრძელდეს. მოგესალმებით ბატონო, ხო დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მოგვიყევით რა თქმა უნდა მთავარი ამბის შესახებ ღვინის და ამბობენ რომ ქედის კლიმატში მომზადებული ღვინო განსაკუთრებით უხდებაო საახალწლო სუფრას. თქვენ თუ ეთანხმებით და ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რომელი ღვინო უხდება მთელს ამ ამბავს. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ჩემი აზრით ყველაზე მეტად ენიჭება ქედის ცოლი გაურს. ამიტომ საახალწლოდ ყოველთვის ყველა ოჯახში არის ცოლი გაური და ასევე ჩხავერიც. საახალწლო სუფრას განსაკუთრებული სიყვარულით მომზადება ჭირდება და მე მგონი ღვინოსაც, ხო? რა თქმა უნდა, ასე. მანამ სანამ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე გადავალთ და სუფრის გაშლას დავიწყებთ, ქალბატონი თამარი გაგვიზიარებს თავის აზრს აჭარული ტრადიციული სუფრისთვის, რომელი კერძია დამახასიათებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თქვენი აზრით? ჩემი აზრით, აჭარაში ბორანი და სინორია განსაკუთრებული, მაგრამ გამოვარჩევ დღეს სინორს. და მე მგონი კარგი თანაშემწე გამოვდექი. ვადები და ჩახოხბილი, წელი შოთის ფურები,
აქ უფრო მხოლოდ ნადიმი როდია. ეს შეხვედრაა, ურთიერთგაგება, ერთმანეთის მოსმენა და პატივისცემა. სიტყვას აქ სიმღერა მოსდევს. საახალწლოდ ეს ტრადიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სიმღერა, სუფრა და ადამიანების ერთიანობა ახალწელს სითბოთი ხვდება და გვახსენებს, რომ სწორედ ასეთ მომენტში ცოცხლდება ქართული სული. ასე ხვდებიან ახალწელს ქედაში ტრადიციებით, გემოთი და სიმღერით. დილის ტალღა გილოცავთ დამდეგს, გაბრწყინებულ და ნათელ საქართველოში გვეცხოვროს ყველას და დაევიღოთ ყველანი ჯანმრთელები და ბედნიერები. ასე დაგვეცალოს წერი. სიყვარული განახშირად ერთხელ ამოვა შეხარავიდი დაგიჯდება ძალზე ძვირა და კარგა თუ არა გაუფრთხილდი დაგიჯდება ძალზე ძვირა და კარგა თუ არა გაუფრთხილდი ძალა აღარ დაბრუნდება ფაქიზია მეტად დიდი დაგიჯდება ძალზე ძვირა და კარგა თუ არა გაუფრთხილდი ძალა აღარ დაბრუნდება ფაქიზია მეტად დიდი გავიგე რომ გათხოვილ ხარ ცნებლმა დამწვა თვალთაუღე ნადრევა და რად მომიტალა სიხალის სიჭაბუკე ასე რატომ გამიმედე ასე რატომ გადამბუგე ხომ იცოდი რომ მიყვარდი რად დამბუგე რად დამბუგე ასე რატომ გამიმედე ასე რატომ გადამბუგე ხომ იცოდი რომ მიყვარდი რად დამბუგე რად დამბუგე გადარჯერა რომ ყველაფერს საზღვარი აქვს საზღვარია რომ ეს იღრმეს იზამარი ვიდე გაფრინდება გაგიქრება რომ პირველი სიყვარული მაჯარია მაჯარია დაგვინდება ასე კბილი არასოდეს არ იქნება რომ პირველი სიყვარული მაჯარია მაჯარია დაგვინდება ასე კბილი არასოდეს არ იქნება არასოდეს არ იქნება არასოდეს არ იქნება აგვამღერა არაჩვეულებრივი გოგლაურა ირაკლი სირაბიძე სულხან დევაძე და მესამე ახლის სახელი აღარ მახსოვს ძალიან დიდი მადლობა ამ შესრულებისთვის და ძალიან დიდი მადლობა რომ გვამოგზაურა გაბიმ ქედაში დაუსრულებლად შეიძლება ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ სულ ახალი და ახალი რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო თემით დილიდან ვაანონსებთ რომ ჩემპიონი გახდა ჩვენი თანაქალაქელი თუმცა ახალ დედაქალაქიდან შემოგვიერთდება 2026 წლის 10-11 იანვარს გამართულ ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში ასნიერის კლუბ ლეგრანდის ჩესის წევრი ნინო ბაციაშვილი სწრაფი ჭადრაკის ევროპის ჩემპიონი გახდა. როგორც აღნიშნე, საკმაოდ დრამატული და ემოციური ფინალი იყო. გადამწყვეტ ეტაპზე ქულის ჩამორჩენის მიუხედავად მან ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა. დილამშვიდობისა ნინო, გილოცავთ ახალ წელს. მადლობა. ძალიან მიხარია შენი ხილვა და მინდა საზოგადოებას გავანდო და ვუთხრა რომ მე და ნინო ვიყავით კლასელები. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მოდით გითხარით როგორი ემოცია გქონდათ როცა მიხვდით რომ უკვე ევროპის ჩემპიონი გახდით. ძალიან გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ ამ ტიტულს წლებია უკვე ვებრძვი და აი სულ ბოლო მომენტში რაღაც არ მიმართლებდა და ეხა ამჯერად შევწელი რომ დამემარცხებინა გადამწყვეტ ტურში ერთი ქულით მისწრებდა ალექსანდრა და მხოლოდ გამარჯვება მინდოდა ჩემპიონობისთვის. და პირადი შეხვედრის გამო გავედი პირველ ადგილზე აი ამ გამარჯვების გამო. სულ იყო 11 პარტია და აქედან 4 ყაიმით დავასრულე და 7 მოვიგე.
აი ტურნირის შესახებ რომ მოგვიყვეთ, რომ ვინ იყო მონაწილეები, რამდენ ორდღიანი იყო ბუნებრივია და დეტალები რო გითხრათ ყველაფერი. კი, ახლა მოგეხსენებათ ცხოვრება ასწრაფდა და დრაპიჭადრაკი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ ეს ტურნირიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი მონაწილე ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეები თამაშობენ ამ ტურნირში. ტურნირი ჩატარდა მონაკოში, ძალიან კარგ ადგილას, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ორ დღეში დავასრულეთ 15 წუთიერი პარტიაზე 10 წამის დამატებით. ესეთი სათამაშო კონტროლია სწრაფი ჭადრაკის. ანუ ესე იგი, ჩვეულებრივი ჭადრაკი ზოგადად გრძელდება, შეიძლება 4-5 საათი გაგრძელდეს. ნინო დეტალებში შევალთ, ვინც ახლა დილეტანტები ვართ ამ საკითხში, ესე იგი, ჩვეულებრივი კლასიკური ჭადრაკი რამდენიმე საათი გრძელდება და აქ რო დაასრულო პარტია, სულ რაღაც 15 წუთი გაქვს ამას გულისხმობთ. კი, ეს არის სწრაფი ჭადრაკი, ესე იგი, ჩვეულებრივი ჭადრაკია, უბრალოდ დროში ხარ შეზღუდული და 15 წუთი გაქვს. თითოეულ მონაწილეს 15 შენ 15 მეტოქეს და 10 წამი გამატება თითოეულს. და ამ დროს რა ხდება მოჭადრაკის ტვინში, საინტერესოა. რაზე ფიქრობთ ამ დროს, რა მოასწროთ, რა შემოშალებული გქონდეთ? ალბათ სპეციალური სტრატეგია საჭირო იმისათვის, რომ გადაერთო კლასიკურიდან სწრაფ ჭადრაკზე. კი, განსაკუთრებული მომზადება გავიარე, რაღაცები მოვიფიქრე, დავაწყე, რავი რა როგორ გამეკეთებია ტურნირის წინ და ამ შედეგიც მოიტანა ამ ჩემმა სტრატეგიებმა. რომელი პარტია იყო ყველაზე რთულად, ვთქვათ, მოსაგები და რატომ? რა მოხდა იმ თამაშის დროს, ვთქვათ, რაღაცა დეტალები ისეთი, რაც თქვენს ემოციურ მხარეს გვაჩვენებს. აი, ბოლო დღეს, მეორე დღეს ყველა 5 პარტია მოვიგე, ერთი ყაიმით დავასრულე, 6 პარტია იყო, პირველ დღეს იყო 5 პარტია და მეორე დღეს 6 პარტია. აი, ბოლოს წინა ტური იყო ალბათ უფრო გადამწყვეტი, რადგან ის იმ პარტიის მოგების შემთხვევაში უკვე მეძლეოდა ეს დიდი შანსი, რომ გავხდარიყავი ჩემპიონი. და მე ეს შანსი უკვე ხელიდან აღარ გავუში. აი, ბოლოს წინა პარტია ვითამაში ძალიან კარგად ნარვასთან და მაგის შემდეგ უკვე ნინო, რა მაინტერესებს, იცი, აი ხო ამ შემთხვევაში ხო გონება ძალიან დაძაბულია, მithumetes რაღაცა მოკლე დროში უნდა შეძლო და დაამარცხო მინიმუმ პარტნიორი და მაქსიმუმ რო გახდე ევროპის ჩემპიონი და როდესაც მაგალითად სრულდება პარტია და ხარ მოგებული, ხო და გამარჯვებული, ანუ ეს შეგრძნებების და ემოციის გამოხატვის დრო არის, აი როგორ გიხარიათ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც სულ ჭადრაკს ჩამოშობ და სულ ესეთი ჩაფიქრებული მართლა მაინტერესებს ეს რაღაც დეტალები, რომელიც საზოგადოებისთვის რაღაცნაირად უცნობია, იმიტომ რომ სულ ჩაფიქრებულია მოჭადრაკე და სულ ფიქრობს და სულ ანალიზშია და ემოციას როგორ გამოხატავთ და გამოხატავთ თუ არა საერთოდ. კი, მაგრამ სწრაფ ჭადრაკი უფრო მეტ კონცენტრაციას მოითხოვს, რომ აი საერთოდ არ უნდა გაგიქცეს კონცენტრაცია არც ერთი წუთით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პარტიის მერე რა ჩვენ ვცდილობთ რომ არ გამოვხატოთ ჩვენი ემოცია, რადგან ეს ჯელტმენური სპორტია და მეტოქემ რომელმაც წააგო და თავის თავს რა ვიცი დააძალა რომ შენთვის მოელოცა ეს გამარჯვება, თავი არ ვაგრძნობინოთ უხერხულად, აი იმ მომენტში. იცნობდით თუ არა კონკურენტებს იქ ვისთანაც გიწევდათ თამაში, ვთქვათ, მათი თამაშის სტრატეგია თუ ქონდათ შესწავლილი, ალექსანდრა კოსტენიუკთან ქონდათ ბოლო ხო გადამწყვეტი თამაში? კი, ალექსანდრა ძალიან მსოფლიო ჩემპიონია, ყოფილი ექს-ჩემპიონია, ძალიან გამოცდილი მოთამაშეა და ეს ტურნირი მე მგონი სამჯერ აქვს მოგებული. და ეხლაც იბრძოდა პირველობისთვის, შესწავლილი მყავდა რა თქმა უნდა. აი, როგორ არის ეს შესწავლის პროცესი, ნინი, გაგვიზიარე, თუ შეიძლება, ანუ პარტიებს სწავლობთ, ანუ როგორ თქვათ, ფეხბურთელმა იცის, მეორე ფეხბურთელი როგორ თამაშობს და როგორ ატარებს ბურთს, ალბათ თქვენც ასევე სწავლობთ თქვენს მეტოქეს და მის სტრატეგიებს, თუ აი, საერთოდ როგორ ხდება ეს პროცესი, ძალიან საინტერესოა ჭადრაკში. როგორ არის, შენი ნათამაშები პარტიები არის ბაზაში, საერთო ბაზაში და იქიდან შენი როგორც შენი პარტიები არის ხელმისაწვდომი შენი მეტოქისთვის, ისე შენთვის არის ხელმისაწვდომი მეტოქის პარტიები და ამ პარტიების მიხედვით დაახლოებით ანალიზებ რა სტილზე თამაშობს და რა სადებიუტო მომზადება აქვს და რომელი დებიუტებით იწყებს, რომ შენც მზად იყო და რაღაცები მოუმზადო, რაც მისთვის სიახლე იქნება და უცებ აი ამ სწრაფ ჭადრაკში ვერ გაერკვევა რა იმ მომენტში 15 წუთში. უკვე ვეღარ გაერკვევა და უკვე ეს გაძლევს რაღაც სახის უპირატესობას, რომელიც მერე უნდა გამოიყენო. და ალბათ ეს სწრაფი ჭადრაკი უფრო გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცა მეტად დაუშვა, ხო, შეცდომა, ვიდრე მაშინ, როდესაც გაქვს დიდი დრო.
კი, რა თქმა უნდა, შეცდომების რაოდენობაც ძალიან ბევრია და უხეში შეცდომების რაოდენობაც ბევრია და უნდა შეეცადო, რომ რაც შეიძლება არაუხეში და არამნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა ეგეც. და რომელი ქვებით გახდი, რომელი ფერის ქვებით გახდი ჩემპიონი? თეთრებით, ბოლო პარტია თეთრებით ვითამაშე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეხა პირიქით რომ მომხდარიყო, შეიძლება ცოტა უფრო რთული იქნებოდა ამ გამარჯვება. რატომ? ამას რა უპირატესობა აქვს? თეთრით იწყებ და აოცებ რაღაც მომენტში მეტოქეს და აი ძალიან ოდნავი უპირატესობა გაქვს. და ვინ იწყებს ამას ვინ წყვიტავს? ბატონო? და თეთრი ვის შეხვდება და ვინ იწყებს თეთრი ქვებით, ამას ვინ წყვიტავს თქო? ეს რა აკეთებს? და დაახლოებით თანაბრად, ანუ ამ 11 პარტიიდან 5 თეთრი მოგიწევს, 6 შავი ან პირიქით. აჰა, თუ თეთრი ქვები მომიწევს, ესე იგი გამოდის რომ მაქვს უპირატესობა რომ მე ვიწყებ. ხო? ხო სწორად? ძალიან მცირე, აი თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანი. მოკლედ, ჩვენ თავიდან ვიწყებთ ჭადრაკის. მეორე შემდეგ ტურში უკვე შავებით იქნება და ესე არის მონაცვლეობით. აჰა, გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ამ დეტალების. მე მგონი ჭადრაკის სწავლას და მათ ვინც არის დამწყები, რა საკიდან ურჩევთ რომ დაიწყონ ჭადრაკის თამაში და თქვათ თქვენი რჩევები, აი მთავარი რა არის იმისათვის რომ გახდე ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში და ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ალბათ 5 წლიდან უკვე ბავშვს შეუძლია რომ ითამაშოს. თუ არ გახდება არაფრის ჩემპიონი, მაინც კარგია კონცენტრაციისთვის და ბევრი უნარებს ავითარებს, როგორც დამტკიცებულია და ევროპის ჩემპიონობა ძალიან რთულია და მართლაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნინო ყოველთვის იყო მოწყვეტილი რაღაცა აი ბავშვურ ცხოვრებას და ფაქტობრივად ჩვენ სკოლაში და კლასში მას ვერასოდეს ვერ ხედავდით, იმიტომ რომ ის ყოველთვის იყო შეჯიბრებებში, ბრუნდებოდა, როდესაც ბრუნდებოდა ეს გამწარებული მასწავლებლები და გაბრაზებული მას ყოველთვის დაფასთან აყენებდნენ, ყოველთვის ეკითხებოდნენ რაღაცებს და არა და ყოველთვის ანუ ალგებრა, გეომეტრიაში ნინო იყო, არ ვიცი, პირველი, მახსოვს ჩვენი კლარა მასწავლებელი ვიკითხავ მას დიდი სიყვარულით, როგორი გაფაციცებული თვალებით უყურებდა ხოლმე, რომ როგორ მიიღო ეს სწორი პასუხიო და სწორ პასუხს ამოწმებდა ხოლმე ციგნების ბოლოს იყო, არ ვიცი გახსოვს თუ არა ეს დეტალები, მაგრამ როდესაც შენს ხმას ვისმენ ნინო და ზოგადად შენ წარმატებაზე მესმის, ყოველთვის უბრუნდები ხოლმე სკოლის პერიოდს და ძალიან ვამაყობ შენით, არა მარტო მე, არამედ მთლიანად ჩვენი სკოლა და თითოეული კლასელი ამაყობს შენით, საქართველო ამაყობს შენით, ძალიან მიყვარხარ და ძალიან გვიყვარხარ წარმატებებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებებს და მოკლედ გითხარი სამომავლო გეგმების შესახებ, რა იქნება შემდეგი თამაში. დიდი მადლობა, მარი, ძალიან დიდი მადლობა ამ თვლის სიტყვებისთვის. მე ძალიან მიყვარხარ და შემდეგი ტურნირი მექნება საქართველოს ჩემპიონატი უკვე 26 იანვრიდან. ისევ დატვირთული გრაფიკით, ისევ თამაში და ისევ რა თქმა უნდა საჭადრაკო. და ახლა ჩვენ წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ რომ 11 იანვარს გამართულ ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში სწრაფ ჭადრაკში ნინო ბაციაშვილი გახდა ევროპის ჩემპიონი. გილოცავთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით ნინო კეთილის სურვილებით. გენიოსა ბაციკი ასე ვეძახდით ჩვენ სკოლაში და ის ნამდვილად გენიოსი იყო ყოველთვის ყველა დროის. ანუ არ არსებობდა კითხვა, რომელზეც ის პასუხს არ გასცემდა და არ არსებობდა დავალება გეომეტრიული, ან თუნდაც ალგებრაში, რომელიც მას არ ამოეხსნა. ნამდვილად აი უდიდესი ტვინის მქონე პატრონი და ადამიანია, მოკლედ. წარმატებები მას. ესეთ ხო, აი მეც გადავეშვი ჩემს ბავშვობაში, რა ვიცი მე, წარმატებულ შაბათ-კვირას გისურვებთ, კარგად გაატარეთ ეს პერიოდი, გარეთ წვიმა, რაღაცები მოიგონეთ. და იყავით თქვენს ახლობლებთან ერთად და რაც ყველაზე მთავარია გააზიარეთ სიყვარული, იმიტომ რომ დღეს ემოციების გამოხატვა ყველაზე მეტად გჭირდება. ნამდვილად მშვიდობიან და ბედნიერ დღეებს გისურვებთ. ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.